საღამოშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. რა გეგმა აქვს ოპოზიციას? ეს შეკითხვა ისე როგორც ბოლო 1 წლის განმავლობაში 4 ოქტომბრის შემდეგაც აქტუალობას ინარჩუნებს. საუბარია პოლიტიკური პარტიების იმ ნაწილზე, ვინც 4 ოქტომბრის მოვლენებისგან მკვეთრად გამიჯვნას ცდილობს. უახლოეს გეგმებს შორისაა 26 ოქტომბერს მასშტაბური აქციის მოწყობა. გასულ წელს საპარლამენტო არჩევნების გაყალბების აღსანიშნავად. შემდეგი თარიღი შეიძლება იყოს 28 ნოემბერი, როგორც თარიღი, როცა ქართულმა ოცნებამ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე საჯაროდ გამოაცხადა, საიდანაც იწყება ქვეყანაში უწყვეტი პროტესტის ათვლის წერტილი. ოპოზიციის მიზანია დაუმტკიცოს მმართველ პარტიას, რომ პროტესტი არათუ შეწყდა, არამედ სიცოცხლის უნარი შესწევს და ქუჩა, როგორც პროტესტის მთავარი კერა, ხელისუფლების ცვლილებებამდე არ განელდება. თუმცა, ქუჩის პოლიტიკის პარალელურად ოპოზიცია ახალი სამუშაო ფორმატის შექმნის აუცილებლობაზე დაფიქრდა. გადაწყვეტით ჯერ ვერავინ ვერაფერს ამბობს, თუმცა ცალკეული განცხადებების საფუძველზე ჩანს, რომ ახალი კონფიგურაცია სჭირდება, სადაც არათუ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების ადგილი არ იქნება, არამედ შესაძლოა არც მათ დაუძახონ, ვისგანაც 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარებას მოითხოვენ. გიორგი ბარამიძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მდივანია ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, ბატონო გიორგი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ალბათ ყველაზე მეტად თუ არა, ერთ-ერთი მთავარი ხართ, ვინც არის დაინტერესებული, რაც შეიძლება დროულად გაირკვეს რა მოხდა 4 ოქტომბერს, იმიტომ რომ 4 ოქტომბრის შემდეგ ვხედავთ, რომ ხელისუფლებიდან დაწყებული მთელი რიგი ოპოზიციური პარტიებით დამთავრებული ნაციონალური მოძრაობისგან ითხოვენ აიღოთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა მომხდარზე. ალბათ არც თქვენ არ დარჩებით რაღაცა პასიური მოლოდინის რეჟიმში, ვიცით რომ ელოდებით წერილს ციხიდან ან წითლიძის განცხადებას მოვიშველიებ, როდესაც მან თქვა რომ მურთაზოდელავა გამოაქვეყნებს წერილს, სადაც ყველა შეკითხვაზე იქნება პასუხი გაცემული, მაგრამ თქვენ აი პირადად მინდა გკითხოთ, ერთი კვირა გავიდა 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ და ალბათ ძალიან ბევრ რამეზე დაფიქრდებოდით. შეგიძლიათ აი გითხრათ თქვენი ვარაუდით იმ ფაქტების გაანალიზების კვალდაკვალ რა მოხდა 4 ოქტომბერს? გამარჯობა ქალბატონებმა, დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისათვის, მიესალმები ჩვენს მაყურებელს. 4 ოქტომბერს მოხდა მორიგი გამოსვლა ქართველი ხალხის ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდის წინააღმდეგ და მთლიანობაში ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მორიგი ბრძოლის ნაბიჯი. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ორგანიზატორების გარდა რეჟიმსაც ჰქონდა თავისი გეგმა და ასევე ახლა როგორც ირკვევა, როგორც თქვა, იგივე აქციაზეც კი და მერეც მურთაზოდელოვამ თქვა, რაღაცა, ასე ვთქვათ, ღალაც ჰქონდა ადგილი და ამის თაობაზე ალბათ, როცა საჭირო იქნება მურთაზი ან ბატონი პაატა და სხვები, ვინც საქმის კურსში არიან, თვითონ იტყვიან, მაგრამ მიუხედავად იმ სცენისა, რომელიც იქ დადგეს, გადახერხილი ღობეებით, რომ აი თითქოს ვიღაცა სადღაც იჭრებოდა და სახელმწიფო ძალადობრივი გადატრიალება ხდებოდა, ყველამ კარგად დაინახა, რაც მოხდა. აბსოლუტური უმრავლესობა იქ მისული ხალხისა იყო მშვიდობიანი და მშვიდობიანად, როგორც თქვენ სტუდიაში 4-ის აქციამდე საუბრობდით, ეუბნებოდა არას ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმს. ეს ბრძოლა ამ რეჟიმის წინააღმდეგ იყო მშვიდობიანი, 4-შიც იყო მშვიდობიანი და გაგრძელდება მშვიდობიანად. ხოლო რაც შეეხება იმ დეტალებს, სად იყო ზედმეტი იმედგაცრუება, ასე ვთქვათ, გადაჭარბება, რაღაცა ზედმეტი რაღაცა მოლოდინის შექმნა, ამას რა თქმა უნდა ყველანი გავაანალიზებთ და ჩვენზე თუ ნაციონალურ მოძრაობაზე საუბარი, ჩვენ ყოველთვის ვიღებთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, დიახ, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. რა კი არგუმენტები უბრალოდ რომ რაღაცა ამომწურავად უპასუხოთ და არ ჩათვალოს მაყურებელმაც რომ რაღაცნაირად ვცდილობთ თავი აარიდოთ პასუხის გაცემას. ანუ აქ საუბარია თქვენი მისამართით პასუხობდით და გამაწყვეტილი და მე კიდევ დავაზუსტებ რომ არ დარჩეს თქვენ ესეთ შტაბზე. დავაზუსტებ. შესაძლებელია ჩემი შეკითხვა არ
იყო, ასე ვთქვათ, სრულყოფილი. კი ბატონო. კი, ხო და ვერც მე ვერ მივიღე ბატონო გიორგი. ანუ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეა საუბარი. საუბრობდი და გამაწყვეტიეთ თქო, მაგას ვაპარაკობთ და გავიგეთ თქვენი შეკითხვა. რაც შეეხება თქო პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, არასდროს არ გავურბივარ და ყოველთვის ვიქნებით იქ, სადაც იქნება ეს ლოზუნგი. არა მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმს და 4-ში ასევე იყო რომ არა რუსულ სპეცოპერაციას. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვიზიარებს სრულ პასუხისმგებლობას, ბუნებრივია. არა, ამასთან დაკავშირებით არ არის საუბარი პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარებაზე. საუბარია ათონელის ქუჩაზე მომხდარ, ორბელიანების სასახლესთან მომხდარ იციდეძე, რის გამოც 40 ადამიანი არის დაკავებული. ანუ ნახეთ, თქვენი, არ ვიცი, მოქმედი თუ ყოფილი კოლეგა ოპოზიციონერები ამბობენ, რომ თქვენს მიერ პოლიცსაბჭოს დონეზე იყო მხარდაჭერილი 4 ოქტომბრის აქცია და თქვენ თავიდან ბოლომდე იზიარებდით პათოსს, რომ 4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ. მე კარგად მახსოვს. არ იზიარებდით ამ პათოსს? ეს ტყუილია, იმიტომ რომ ჩვენმა თავმჯდომარემ თქვა, რომ ამას არ ვიზიარებთ. და გაიხსენეთ და ეს ტყუილს ნუ ვეთქვით საზოგადოებრივ. თინა ბუკუჩავამ კი ბატონო ეს თინაბუკუჩავა ვინ არის უკაცრავად? თქვენი პარტიის თავმჯდომარე, მაგრამ პოლიცსაბჭოს ხელმძღვანელი არის. საწერია პოლიცსაბჭოს განცხადებაში საწერია რომ 4-ში ვიწყებ და 4-ში ვამთავრებ. ერთ თხაბეიშვილი ხომ ინარჩუნებს ისე პოლიტიკურ თანამდებობას, პოლიცსაბჭოს ხელმძღვანელი ხომ არის. მე მახსოვს განცხადებები, როდესაც ლევანი დააკავეს, თქვენ პარტიის წევრები ყველა ერთხმათ ამბობდით, რომ ლევანი დააკავეს სწორედ იმის შიშით, რომ არ მოეწყო რევოლუცია ქართული ოცნებისთვის. ანუ როგორც ჩანს, ლევანს ჰქონდა რაღაც ისეთი გეგმა, რაც სისულეში, რაც არა იგივეზე ვლაპარაკობ, ერთი და იგივე ამბის შემადგენელი ნაწილია. იზიარებდა პათოს, რომ 4-ში ვიწყებთ, 4-ში ვამთავრებთ. ასეთი რამე არსად არ წერია, არსად არ თქმულა თქო და ეხლა თქვენ გადახვედით ლევანზე. ხო და ლევანი ამბობდა ამას. ლევანი ამბობდა, როგორც ერთი ადამიანი, პარტიას ჰქონდა თავის განცხადება. ის განცხადების ფოტოშუს მე დავწერე პირადად, როგორც პოლიტიკურმა მდივანმა და ძალიან კარგად მახსოვს რა წერია შიგნით. ასე რომ შეგიძლიათ გაეცნოთ ვისაც აინტერესებს. ანუ თქვენ არ იზიარებდით ამ პათოს? განსხვავებით თქვენი პოლიცსაბჭოს ხელმძღვანელი. ჩემს ეთერში რა თქვით, ეგეც მახსოვს ბატონო გიორგი. რომ არ არის აუცილებელი, რასაც ჩვენი მეგობრები ამბობენ, რომ გინდა თუ არა ამ დღეს დავიწყოთ, ამ დღეს დავამთავრებ, რომ ეს ბუკვალურად მივიღოთ თქო. ამას ლაპარაკობდი ჩვენმა თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა, პარტიამ განცხადება გააკეთა, რომ ეს არ ნიშნავს, რომ გინდა თუ არა მართლა როგორც პატონი პალატა ბურჭულაძე ამბობდა, რომ 4 საათზე დავიწყოთ, 8-ზე დავამთავრებთ, რომ ეს არის თემა? ეხლა რა თქმა უნდა, უტრირებულია, ხო? ჩვენი ბრძოლა იყო მანამდე, მთელი 13 წელიწადი უკვე მე-14 წელიწადია დაიწყო, ვითუმეტეს ქუჩის ბრძოლა, აი ეს აქციები ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდის ამ ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ უკვე 300 დღეზე მეტია გრძელდება და ეს იყო ერთ-ერთი ეტაპი ამისა და ეს გაგრძელდება ბუნებრივია და მაგას გეუბნებით თქვენს ეთერში ვიყავით. როგორ გაგრძელდება? 4-მდე ზუსტად მაგას გეუბნებოდით. კი, მახსოვს, მაგრამ უნდა აურიოთ ახლა. ჩემს ეთერში თქვენ სხვა რამესაც ამბობდით, რომ თუ მაგალითად სამართალდამცავები მისცემდნენ თავს უფლებას და რა ვიცი, წინააღმდეგობას გაუწევდნენ მოსახლეობას, უკანონობას უპასუხებდით სათანადოდ და არ მოერიდებოდით მათ შორის არც ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას. გახსოვთ? ეგ ახლა ჩემს სიტყვებს ლაპარაკობ თქვენ? კი ბატონო. შეგვიძლია ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას. თქვენს ეთერში საბატონოებმა, აი მართლა ახლა ჩალით ხო არ არის ქვეყანა დახურული? მილიონჯერ ვიმეორებ, არაძალადობრივი მშვიდობიანი აქცია. არაძალადობრივი მშვიდობიანი აქცია. ანუ საუბრობთ მოგერიებაზე, არ გახსოვთ ბატონო გიორგი? ანუ არ გახსოვთ. ძალიან გთხოვთ საზოგადოება შეცდომაში მიყავს შეცდომაში. თქვენი ნაწყვეტით დევს მან გადაცემიდან ამონარი აბა რომელიმე ერთი სიტყვა თქვით ძალადობას პოლიციასთან მიმართებით. კი ბატონო, ხო, მანამდე ვისაუბროთ რომ ხერხული პაუზა არ იყოს. ახლა კითხვა ქონდა მომზადებული ალბათ ეგ ასე თქვა დამამტკიცებელი. არაფერი არ მომიმზადებია წინასწარ ბატონო გიორგი, უბრალოდ გამახსენდა თქვენი აქ საუბარი, როდესაც და არასწორად გაგახსენდათ, იმიტომ რომ სულ ხას უსვამდით ყოველთვის, რომ ძალადობა ამ ქვეყანაში დაპირისპირება და უბედურება უნდა რუსეთს და ჩვენ არ უნდა დაუშვათ რუსული სცენარი. ეს იყო სწორედ გათვლა, რატომაც იყო იქ გადახერხილი. ან თქვენ არ გქონდათ ინფორმაცია რა იცოდა, რა გეგმა ქონდა? უამრავ სხვადასხვა კითხვას სვამთ, არ ქონდა ინფორმაცია. ეხ მანამდე მაბრალებთ რომ ძალადობას გამოიყენებთ პოლიციის მიმართ. ეხლა ბატონო გიორგი, ჯერ არ დამემთავრებია
შეკითხვა, ანუ დავიწყეთ თქვენ არ გქონდათ ინფორმაცია, რას გეკითხებით, ხომ არიცით, ანუ რასთან დაკავშირებით ვკითხულობ. რასთან დაკავშირებით არ უნდა მქონოდა ინფორმაცია პოლიციის მიმართ ძალადობაზე არასდროს არ ვისაუბრებდი, იმიტომ რომ პოლიციის მიმართ ძალადობას არასდროს არავის არ მოუწოდებ. ამას არ აქვს მნიშვნელობა, ამის შემდეგ რაც არ უნდა გააგრძელოთ. ინფორმაცია ბევრი მქონდა რომ პროვოკაცია შეიძლება იყოს ასე შემდეგ, მაგრამ ადამიანებს ძალადობისკენ მით უმეტეს პოლიციელების მიმართ მე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი არასდროს არ მოუწოდებ პირიქით. ზოგმა მითხარო რატო ერთ და იგივეს იმეორებდი ხშირად, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის მთავარი ფრაზა, მშვიდობიანი არაძალადობრივი ბრძოლა, როგორიც არის ქართველი ხალხის და რითაც გავიმარჯვებთ აუცილებლად დაპირისპირება, ომი, უბედურება ჩვენს ქვეყანაში უნდა რუსეთს და მის მეხუთე კოლონას. ასე რომ თუ ვინმე ძალადობისკენ მოუწოდებდა, ის არის ან შეცდომაში შეყვანილი და ან სასარგებლო იდიოტი, ან პირდაპირ ემსახურება რეჟიმის ინტერესებს. თუ ძალადობისკენ მოუწოდებდა, ძალადობის აღკვეთ ეს კიდევ სხვა რამეა. ხო, ძალადობის აღკვეთა სხვა რამეა და ძალადობისკენ მოწოდება სხვა რამეა. ბატონო გიორგი, კი ბატონო. ხო, ახლა ემა. ბატონო, ან ძალადობის ეს თუ ეს გიერევათ ერთმანეთში? ერთი წუთი, ბატონო გიორგი. ან თქვენ გინდა თქვა რომ ეს გიერევათ ერთმანეთში? ერთი წუთით, ბატონო გიორგი. ახლა მე მესმის რომ თქვენ გამოცდილი პოლიტიკოსი ხართ, მაგრამ რა ვიცი, არც მე ვარ გუშინდელი ჟურნალისტი. აი, ძალადობის აღკვეთა აღკვეთის რამოდენიმე გზა არსებობს. კანონიერი გზები არსებობს. ყველანაირი არაძალადობრივი გზა. სამართალ დამცავების მხრიდან შეიძლებოდა ქონოდა უკანონო ქმედებებს ადგილი, რასაც თქვენ კანონიერ ქმედებებს დაუპირისპირებდით? ანუ რაზე ვსაუბროთ მაშინ, როდესაც 4 ოქტომბრის შედეგები უკვე გვაქვს აბსოლუტურად სახეზე, ხო? ქმედება არის უამრავი მეთოდია, რომ მოქალაქეებმა, როდესაც რეჟიმი ჩადის ძალადობა, უპასუხოს არაძალადობრივი ქმედებებით. რა თქმა უნდა. რაც მოხდა 4 ოქტომბერს, ეს რა იყო, შეგიძლიათ მითხრათ? უშუალოდ ჭიშკართან რაც მოხდა, რომელიც გადახერხილი იყო წინასწარ, იყო ქოცური პროვოკაცია, რა თქმა უნდა, რომელიც უნდათ რომ უფრო ფართე ყოფილიყო, უფრო ისეთი რაღაცა დრამატული ყოფილიყო, რაც ჩაუვარდათ რეალურად. ამაზე არგუმენტია, რომ იქ არავის არ მიუწვევია აქციის მონაწილეები და მით უმეტეს, ასე ვთქვათ, ღობის მორყევის თუ მონგრევის, ასე ვთქვათ, საფუძველი არ მიუწია, ხო? კი ბატონო, მაშინ რატომ მოხდა ის რაც მოხდა? არც მურთასაც კი არ მოუწოდებია. კი ბატონო, მაშინ რა გამოდის, რომ ვინც ღობეს არყევდა და შესაბამისად გადაანგრია, ისინიც პროვოკატორები იყვნენ? არა, ყველა არა. 1-2, მაგრამ როდესაც 1-2 იწყებს, ხო, ბუნებრივია გვერდზე ახალგაზრდა რო დგას, ხო, იმასაც სისხლი უჩქებს, პროტესტი აქვს ამ რეჟიმის მიმართ და შეიძლება ისიც მივიდეს და იმანაც მოანჯღრიოს, ხო? ეს არის პროვოკაცია. პროვოკაცია იმას ნიშნავს, რომ პროვოცირებს სხვას. კეთილი გულით, გულწრფელი სურვილით მისულ ახალგაზრდას, რომელიც არის გაბრაზებული ამ რეჟიმზე, მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდაზე. ეგ სრულიად გასაკვირი არ არის, მაგრამ პროვოკაცია იყო, აი სწორედ გადახერხილი, აი ეს გისოსები, რომ იქ დადგმულიყო ეს სცენა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეგ სცენა ნაწილობრივ დადგეს, მაგრამ ბოლომდე არ გამოუვიდოთ, უნდათ ბევრად უფრო დრამატული ყოფილიყო. მაგრამ თლიანობაში არ გამოუვიდათ, რომ მთელი ამ აქციისთვის მიეწეპებიათ იარლიყი, რომ ეს იყო ძალადობრივი აქცია, არ გამოუვიდათ, ეგ ჩაუვარდათ ისე როგორც ჩაუვარდათ თავიანთი რუსული სპეცოპერაცია, ეგრეთ წოდებული არჩევნების სახით, რისთვისაც ასევე ვიყავით მისულები და მესამე შედეგი ამ აქციისა ის იყო ასევე, რომ თელმა საზოგადოებამ, როგორც ქართულმა, ისე საერთაშორისომ დაინახა, რომ ქართველი ხალხი არ ასეუნება ამ მოღალატეთა რეჟიმს და მეოთხე შედეგი იყო, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ შეამჩნია საქართველოს პროტესტი, ქართველი ხალხის პროტესტი და კიდევ ერთხელ კარგად დაინახა ნამდვილი სახე ამ რუსული მეხუთე კოლონის. თქვენი ინტერვიუდან ზუსტი ციტატა, ძალადობის აღკვეთა სხვა რამ არის, ხოლო ძალადობის ჩადენა სხვა, როცა პოლიციელი ჩადის ძალადობას, ის არღვევს კანონს და ხალხმა ძალადობა უნდა აღკვეთოს. ფიზიკური ძალა შეიძლება გამოიყენო, მაგრამ ძალადობა არ უნდა ჩაიდინო. ეს არის თქვენი ფიზიკური ძალა. რას ამბობთ ამეთქს? კარგი, ბატონო გიორგი. ამიტომ ჯერ კარგად შეისწავლეთ ჩემი ციტატები და მე გამისვით ესეთ მტკიცების ფორმაში შეკითხვა ძალიან გქონდა შემდგომისთვის. ეს უკვე შეფასების საგანია, ვინ რომელი მხრიდან და ვის მიერ რა საქცი ქმედებას რომელი მხრიდანაც გინდათ ადამიანმა ობიექტურმა რომ შეაფასოს, აქ რას ლაპარაკობთ, თქვენ რას მეკითხებოდით, უბრალოდ რას მწამებდით, ეგ ორი სხვა რაღაცაა. რო თვითონ მე ძალადობას
მოუწოდებდი ვიღაცას და აი პირიქით. აგერ არის ჩემი განცხადება, მადლობა რომ არ გადაასხვაფერეთ და ისე წაიკითხეთ რა თქმა უნდა, ბატონო გიორგი, სულ რომ უკან მომიწიოს ჩემი სიტყვების წაღება, რა თქმა უნდა, არ გადავასხვაფერებდი. კი ბატონო, ფიზიკური ძალა შეიძლება გამოიყენო, ან ფიზიკური ძალა იყო გამოყენებული, როდესაც ღობე გადაანგრიეს? მაგ რა წერია? ღობე წერია მაგ? ჯერ ღობე წარმოდგენაც არ ქონდათ ალბათ ხო და ღობე წერია ხო და აი რა შემთხვევაში იყო ფიზიკური ძალა გამოყენებული აქციის მონაწილეების მხრიდან და არ ყოფილა ძალა ფიზიკური ძალა შეიძლება გამოიყენო ბატონო გიორგი ძალიან გთხოვთ არ გვინდა ასე ვთქვათ შეურაცხყოფაზე გადასვლა ხდები ძალიან კარგად ფიზიკური ძალა შეიძლება გამოიყენო მაგრამ ძალადობა არ უნდა ჩაიდინო ანუ გამოიყენეს ფიზიკური ძალა ვის წინა? ღობე როდესაც გადაანგრიეს, მაგრამ ღობეზე ვსაუბრობ აქა? ვერ ვსაუბრებდით ფიზიკურად ღობეზე. მეუბნებით რომ არც არის ღობე. ხო და არც არის ღობე. ეს არის გაცილებით ადრე გაკეთებული განცხადება. მანამდე როდესაც მოწოდებები ხდებოდა. როდესაც მოწოდებები, ანუ რაში გამოიხატა ფიზიკური ძალა, რომელიც არ იყო ძალადობა აქციის მონაწილეების მხრიდან. შეგიძლიათ ყველაფერში სადაც არ იყო ძალადობა. ხო და კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, ან შედეგად ხომ მივიღეთ. აღარ მახსოვს რა რიცხვი ხა უნდა ვნახო, რა რიცხვში იყავით ჩემთან გადაცემაში, თუმცა როდესაც ეს განცხადება გააკეთეთ. მაშინ ხო ვერც კი წარმოიდგენდით, რომ გავიგეთ, თქვენი შეკითხვა რაში მდგომარეობს. ადგილი ექნებოდა. აი ახლა ამ გადასახედიდან ბატონო გიორგი, ახლა როგორ შეაფასებდით თქვენი განცხადებიდან გამომდინარე, რაც მოხდა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის ორბელიანების სასახლესთან რეზიდენციასთან, როდესაც ღობე წააქციეს აქციის მონაწილეებმა, რასაც მოყვა დაპირისპირება და შავდა უამრავი ადამიანი, მათ შორის აქციის მონაწილეები, ათობით არის დაკავებული, ხო? ანუ იყო ფიზიკური ძალა გამოყენებული აქციის მონაწილეების მხრიდან, პოლიციელები არ ვსაუბრობ. ამ საკითხში თქვენი პოზიცია გასაგებია. ეს იყო გამოყენებული ფიზიკური ძალა, მაგრამ არ ყოფილა ძალადობა? აი, ამაზე მიპასუხეთ და გადავიდეთ სხვა თემაზე. მე მგონი ასევე გასაგებად გითხარით, ქალბატონო, ცოტა უხერხულია რომ ხელახლა კითხულობთ. გითხარით, რომ ეგ იყო წინასწარ ქოცების მიერ მომზადებული პროვოკაცია, გადახერხილი ის გისოსები, რომ იქ 17 სექტემბერი არის თარიღი კი ბატონო. რომ ისეთი სურათი ყოფილიყო, როგორიც ნაწილობრივ დაიდგა, რომ აი ვიღაცაზე ძალადობს, სადღაც ვარდებიან, ამ შემდეგ იყო რამოდენიმე პროვოკატორი, რომელმაც აიყოლია რამოდენიმე თქვა შეიძლება იყო იქ ათეული ახალგაზრდა, ამისთვის უნდათ და არ გამოუვიდა თქო. გამიგეთ? ეს იყო ქოცების პროვოკაცია წინასწარ გადახერხილი გისოსებით. ქალბატონოებმა, მე მგონი ყველაფერს მიხვდა, არაფერს ჩემი მტკიცება, არაფერს არ ჭირდება. და კიდევ ერთხელ ვამბობ, არ გამოუვიდათ ქოცებს, რომ ამ აქციისთვის მიეწებებიათ თავიდან ბოლომდე აი ეს იარლიყი, რომ ეს იყო ძალადობრივი აქცია. არ იყო ეს ძალადობრივი აქცია, ეს იყო არაძალადობრივი აქცია, როგორცაც შეუერთით და რატომაც შეუერთით და რა მომენტითაც და რა პრინციპითაც შეუერთით, რომ როგორც იყო ჩვენი ქმედებები არაძალადობრივი, ისე უნდა გაგრძელდეს და ჩვენ არ გვჭირ უფრო მეცაც თქვენ გადაცემაში ახლა გამახსენდა კიდე რაზე ვსაუბრობთ, რომ ჩვენ არაფერში არ გვჭირდება ძალადობა, ქართულ ხალხს არ ჭირდება არავისზე ძალადობა, იმიტომ რომ ჩვენ მხარეს არის სიმართლე, იმიტომ რომ ძალადობა რო არ გინდა ეს არ ნიშნავს სისუსტეს, როცა სიმართლე შენ მხარეზეა, შენ ხარ ძლიერი და მით უმეტეს სიმრავლე არის ჩვენ მხარეს, ეს არის ქართული ხალხის მინიმუმ 80%, ამიტომ ჩვენ არ გვჭირდება ძალადობა, თუ ვინმეს ძალადობა ომი და უბედურება და დაპირისპირება ხალხს შორის უნდა, ეს არის რუსეთი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც თქვენ გადაცემაში, მაგ გადაცემაში თქვი და სწორედ ამ ამოცანას ასრულებს რეჟიმი და სწორედ ეს შეეცადნენ კიდევაც. მაგრამ ნაწილობრივ გამოვიდეთ, ნაწილობრივ არა და მთლიანობაში ამ აქციამ თავისი როლი შეასრულა და ახლა ქოცული პროპაგანდა ბუნებრივია. იმიტომ რომ დადებითი როლი, ძალიან უარყოფით როლს, რომ აუცილებელია პოლიტიკური პროცესი გადაითვალოს და 4 დადებითი მომენტი ჩამოთვალე უკვე, თუ გნებავთ გავიმეორებ, მაგრამ მე მგონი აღარ არის საჭირო. ხო, ახლა ქოცული პროპაგანდა ცდილობს რომ ნაციონალურ მოძრაობა მარტო იურიდიულად კი არ გაანადგუროს პოლიტიკურად, რომ აი თითქოს ჩვენ ვართ მოძალადეები, რომ თითქოს ჩვენ ვართ რაღაცა გადამტრიალებლები, სად არის ის ხუთი საქმე ჩვენზე რო აღძრეს სახელმწიფო გადატრიალების მუხლით, საბურავებს რო ვაგროვებდით, აი ეს კაცი რო ლაპარაკობდა კრიმინალი კარგად გზნობს თავსო, შინაგან საქმეთა მინისტრი რო ყავდა და ოპოზიციონერები თითხოვენ თქვენ. და ასევე არიან ადამიანები, ასევე არიან ადამიანები, რომლებიც იმდენად ჭკუა მოკლეები არიან, რომ აყოლილი არიან ქოცების აი ამ პროპაგანდას, რომ მათთვის
კი შეიძლება კოციც მიუღებელი იყოს, მაგრამ თავარ კონკურენტად ნაციონალურ მოძრაობას თვლიან და თვლიან აი ესე ბრიყვულად და ხშირად მე მაგათ ვეძახი სასარგებლო იდიოტებს კოცების ყველა ვინც კი დღეს დაკავებული არის თამარ ჩერგოლეიშვილი ერთ-ერთია ვინც თქვენსკენ იშვებს ხელს ამ შემთხვევაში და ამბობს რომ მე არავის რეკლამირებით არ დავკავდები მე არავის რეკლამირებით არ დავკავდები ზედმეტად რო არ ვახსენო ესა თუ ის ადამიანი მაგრამ ვაპარაკობ ყველა თქო ვინც კი კოცური პროპაგანდის შესაბამისად ცდილობს ეხლა რომ ნაციონალურ მოძრაობას დაარტყას იმის პარალელურად, როდესაც კოცები უკვე მე-14 წელიწადია ცდილობენ ნაციონალური მოძრაობის განადგურებას. თუ ვინმე ისეთი იდიოტია, სასარგებლო იდიოტია თუ არასასარგებლო, ხო, რომ იმას ფიქრობს, რომ ამ რეჟიმს ნაციონალური მოძრაობის გარეშე შეცვლის და გარეშე მშვიდობიანად დაამარცხებს, ეგ არის სრული ბრიყვი, ხო? და იდიოტი. უბრალოდ არიან ადამიანები, რომლებიც ამბიცია და აღიარებთ, რომ თქვენგან ცდილობენ დისტანცირებას, მათ შორის აი სამომავლო პოლიტიკურ პროცესებში. აღიარებთ რა, უამრავი არის ეგეთი დიდი ამბავი. ანუ ახლა კონკრეტულად, ანუ მე ვაიმე ძალიან შემეშინდა, რომ არიან ეგეთები. იდიოტების მეტი რამდენი დისკომფორტს არ გიქმნით, არანაირ დისკომფორტს არ მიქნით. მომავალ პოლიტიკურ პროცესში რომ მაგალითად საუბარია რომ არანაირფიანი არ არსებობს კოცების სასარგებლო იდიოტია ეს სამწუხაროა მაგრამ მე რატომ უნდა მიქნიდე დისკომფორტს მას უნდა შევუქმნას დისკომფორტს ასეთ ძალებს არ ყავთ ამომრჩეველი რეალურად ისინი თამაშობენ კოცების თამაშს აი მაგალითად როგორც გახარია როგორც ახლა ეს თამაში ითამაშა სპეცოპერაციაში მონაწილეობით ლელომ ითამაშა ხო მათ დაკარგეს ამომრჩეველი მათ თავიანთი ამომრჩევლის ნახევარმაც კი არ დაუჯერა მადლობა ღმერთს და არ მივიდა იმ რუსულ სპეცოპერაციაზე. ხო, აქედან გამომდინარე, ყველა უნდა ჩამოყალიბდეს, ებრძვიან კოცებს, ისინი უწოდებენ ბოიკოტში მყოფ პარტიებს და ძალისხმევას ბოიკოტი არის არჩევნები. არჩეველი არ მისულიყავით. უყურეთ, ქალბატონებმა როგორ ესაკუთრებენ. ბოიკოტი არის არჩევნები. ამ ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარებულა. აბა კითხეთ მათ აღიარებენ თუ არა ამ არჩევნებს და აღიარებენ ამ პროცესს, რაც 4-ში ჩატარდა თვითონ მიიღეს მონაწილეობა, როგორც არჩევნებს. აი თუ კი ისინი იტყვიან როგორც კოცები ამბობენ რომ ეს იყო არჩევნები მაშინ ჩაულებრივად ისინი ხელს აწევენ რომ ისინი ჩაულებრივი კოცები არიან აბა მაშინ რაში მონაწილეობდნენ შესაბამისად რადგან მონაწილეობდნენ და არა ახლა მაინც ხო უნდა მიხვდნენ რომ არ იყო არჩევნები თქო ხო ახლა მაინც ხო უნდა აღიარონ თქო ისინი ბოიკოტში მყოფ პარტიებს გადანაშაულებენ ბატონო გიორგი რომ სწორედ თქვენი ძალისხმევით ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მოიპარა არჩევნები ძალისხმევით ანუ ჩვენ რომ მიგვეღო ამ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას ბიძინა ივანიშვილი აღარ ჩაატარებდა რუსულ სპეცოპერაციას იმდენად მაღალი იქნებოდა ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის მხარდაჭერა რომ ფაქტობრივად გარანტირებული იყო თბილისში მოგება ვისაც ჯერა მერცმა გაუმარჯოს ჩვენ გვყავს ჩვენი ამომრჩეველი მე გეუბნებით ჩვენი ამომრჩევლის პოზიციას მე მემჩი ჩვენი ამომრჩეველი ჩვენ ვითანამშრომლობთ ყველასთან ვინც როგორ ანუ ხიდები ფაქტობრივად დამწვარი რატომ აწყვეტიებთ ხოლმე იმიტომ რომ აი მინდა რომ ბევრი თემა მოვასწრო ბატონო აი ხა ამ კამათში უფრო მეტი დრო იკარგება ჩვენ ვითანამშრომლობთ ყველასთან ვისაც ექნება ჯანსაღი პოზიცია ვინც იმას იტყვის რომ ჩვენ თან კოცები უნდა დავამარცხოთ და თან ნაცებიც უნდა დავამარცხოთ ისინი არიან კოცების სასარგებლო იდიოტები არსებული პოზიციებიდან გამომდინარე მე საუბრობთ ხა მომავალში არ ვიცი არსებული პოზიციიდან გამომდინარე გესაუბრებით აბა საიდან გესაუბრებით უფრო მეტი აი კონკრეტიკა არის ხოლმე საინტერესო ვერ გავიგე რას ნიშნავს არსებული პოზიცია აბა საიდან გესაუბრებით ვისაც ექნებაო როგორ მითხარით ჯანსაღი კიდევ ერთხელ გაგიმეორებ თუ ვერ გაიგეთ ექნება მომავალში ახლა რა პოზიციებიც აქვთ ხომ არ შეიცვლიან ამ პოზიციას არ ვიცი ხო შეიძლება შეიცვალონ და გონზე მოვიდნენ მე რა ვიცი ყველას აქვს უფლება და საშუალება მე რატო აუგზავნო ხო ვინც მომავალში არ გაიმეორებს ამ სისულელეს და მიხვდება რომ ჩვენ ყველანი ვჭირდებით ამ ბრძოლაში ერთმანეთს ვინც კოცი არ არის რა თქმა უნდა ვინც კოცია მე ის არ მჭირდება ბუნებრივია ხა კოცის წინააღმდეგ მე არ გავამადგება რა თქმა უნდა მაგრამ ვისაც აქვს გაცნობიერებული რომ რეჟიმი რუსული რეჟიმი ყავს დასამარცხებელი და ყველანი ჭირდება ამ საქმეზე მით უმეტეს ყველაზე მებრძოლი ყველაზე ძლიერი და პუტინთან დაპირისპირებული მთავარი პარტია მისი ლიდერით მიხეილ სააკაშვილით რომელიც მე-5 წელიწადია უკვე მისი ტყვე არის ხო რომ ჭირდება ამ საქმეს თავისი ამომრჩევლით ხო ის ნაციონალური მოძრაობა არ არის ქაღალდზე დაწერილი სიტყვა ნაციონალური მოძრაობა არის იდეა და მისი მხარდამჭერები აი ეს ადამიანები ყველანი მებრძოლი ადამიანები საქართველოსის პატრიოტები ჭირდება ამ საერთო საქმეს და ვინც იტყვის უარს რომ არა ეს ხალხი უნდა გავაუქმო ნაციონალური მოძრაობა უნდა გავაუქმო და თან მინდა ამავდროულად კოცების გავაუქმო ეგ არის მატყუარა ან ჩვეულებრივი კოცი ესე იგი ან სასარგებლო იდიოტი ამიტომ
ვინც გააცნობიერებს, რომ ყველანი გჭირდებით ერთმანეთს, ვინც იმის ლაპარაკს კი არ დაიწყებს, რომ არა, თან შენ გაგაუქმებ და თან ქოცებს ვებძვი, ხო? ბუნებრივია, იმასთან ჩვენ საერთო არ გვექნება. ამიტომ რაც შეეხება არსებული პოლიტიკური სპექტრი ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ჩვენ ურთიერთობას ავაწყობთ ამის მიხედვით. დღევანდელი პოზიციებიდან გამომდინარე, მათი მიერ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, ერთი მაინც შეგიძლიათ დამისახელოთ, ვისთანაც შეგიძლიათ ჯერ კიდევ პარტნიორული თანამშრომლობა? ჩვენ შეგვიძლია ყველასთან, კიდევ ერთხელ ვამბობ, რამოდენიმე გამონაკლისის გარდა, რომელიც ლაჟღერებს ქოცურ გზავნილს, ქოცებისთვის სასარგებლოს, რომ აი ვებრძვით რა ქოცებს, თან ნაცებიც უნდა გავანადგუროთ. ეს არის ქოცობა თქო გელაპარაკებით. ღიად, პირდაპირ გელაპარაკებით. ან პირდაპირ ქოცობა, შეკრულები არიან და ფული აქვთ აღებული თუ რაღაცა სხვანაირად ყავთ ქოცებს დაჭერილი, ან მათი სასარგებლო იდიოტობა. ვინც ამას ლაპარაკობს, ისინი არიან სწორედ ესეთები. არის ამის გარდა უამრავი სხვა პარტია, რომელიც არ ამბობს, რომ აი ქოცებს ვებძვი და ნაცების პარალელურად უნდა დავამარცხო, ხო? ამის მთქმელი ძალიან ცოტაა, ვინც ამას არ ამბობს და ყველა აცნობიერებენ, რომ ყველანი გჭირდებით ერთმანეთს ამ მშვიდობიან ბრძოლაში, იმათთან ყველასთან ვითანამშრომლობთ. აი მაგალითად, ეხლა 26-ში დაანონსდა აქცია, თქვენ ახსენეთ. ოპოზიციასთან მონაწილე. ჩვენ არ ვართ, როგორც ბატონი პაატას და რუსთაველის გამზირის აქციის ორგანიზება იყო. არ ვიყავით ორგანიზატორი და არც ახლა ვართ ორგანიზატორი, მაგრამ როგორც მაშინ შეუერთდი და სოლიდარული ვიყავით, ახლაც შეუერთებით და სოლიდარულები ვიქნებით და მივართ იმ აქციაზე მაქსიმალურად. და აუცილებლად მინდა შეგახსენოთ, მახსოვს ლევან ხაბეიშვილის. მინდა აქედან მოვიკითხო ბატონი პაატაც, მურთაზიც, ლევან ხაბეიშვილის, მიხეილ სააკაშვილი ვახსენე და ყველა ირაკლი ჩვენი სასახელო კაცი ყველა სინდისის პატიმარი მზია მიულოცო ჯილდო დამსახურებული რომელმაც მიიღო ამას წინ და შესაბამისად ყველა ის ადამიანი ვინც როგორ შეუძლია ამ რეჟიმს მშვიდობიანად ებრძვის ყველა ეს ადამიანები ვინც დავასახელე ყველა მშვიდობიანად ებრძოდა და ებრძვის ამ რეჟიმს და ყველა პოლიტიკური პატიმარია. ბატონო გიორგი, პაატა ბურჭულაძე ახსენეთ და მახსოვს რომ ლევან ხაბეიშვილი დააკავეს პაატა ბურჭულაძე ესწრებოდა ნაციონალურ მოძრაობის პოლიცსაბჭოს სხდომას. იყო ქრონოლოგიურად ლევან ხაბეიშვილის დაკავების შემდეგ, ნუ ეს დეტალებზე მაინც ნუ შემომედა, კი ბატონო. ანუ ხომ მნიშვნელობა აქვს, რა როცა დააკავეს თუ იმის შემდეგ. ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ რადგან ლევანი იყო პატიმრობაში, ალბათ პაატა ბურჭულაძესგან უნდა მიგეღოთ მეტი ინფორმაცია 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. აი არ დაუსვით შეკითხვები თქვენთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით? 4 ოქტომბრამდე და გითხარით, რომ ჩვენ შეკითხვები დაუსვით, მაგრამ ბატონმა პაატამ თქვა, რომ შემდგომ გაგაცნობთ ამ გეგმებს. Просторად მე გავაჟღერებ საჯაროთო, ნუ გადაწყვიტა რომ ეს არ გაეკეთებია, არ ჩვენთვის არ გაუცნია. ხოდაშორის იყო რჩევა რომ ახლა 30 კაცმა რო იცის X-უსმა აუცილებლად იცის, ნაციონალური მოძრაობიდან შეიძლება და ეს გეგმა ცოდნოდა 2 ადამიანს, თქვა თავმჯდომარის და გენერალურ მდივანს, მაგრამ ისე მოხდა რომ ბატონმა პაატამ არ გაგვაცნო, მაგრამ ჩვენ მიუხედავად ამისა, ჩვენი მხარდამჭერა ამ აქციისადმი უკან არ წაგვიღია, იმიტომ რომ ბატონი პაატა სულ ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ ეს როგორც დავაანონსეთ, იქნება მშვიდობიანი აქცია და იქნება აქცია, რომლითაც ქართველი ხალხი ეტყვის ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდას წადი. ამას ჩვენ ვამბობთ უკვე 14 წელიწადია. ანუ რასაც საჯარო ამბობდა, იგი თქვა პოლიცსაბჭოს სხდომაზე, არაფერი არა, პოლიციის სხდომაზე ცოტა მეტიც ისაუბრა, მაგრამ არა რაღაცა იმ კონკრეტულ გეგმებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ პოლიცსაბჭო ასოციაციანი ყავს და იქ დარწმუნებული ვარ, იქ რაღაცა მოსასმენი აპარატურა ან ვიღაცა გადაბირებული შეიძლება ყავდეს, მაგას არ გამოვრიცხავ, ისე როგორც არ არსებობს ორგანიზაცია, სადაც მოღალატეებზე, ორმაგ აგენტებზე, პროვოკატორებზე, აგერ ფორმულას აუბრებს გრიგოლ ლილიაშვილზე, როგორც ორმაგ აგენტზე, ნაციონალურ მოძრაობაში რამდენი გაირკვა, რომ მუშაობდა ქოცებზე, ხო? სამწუხაროდ, რას იზამ? ყველამ ვერ გაუძლო ზოგი ფული, ზოგი მოისყიდეს, ზოგი დააშინეს, ზოგს რაღაცა სხვა კომპრომატი მოუძებნეს და ასე შემდეგ. ადამიანები ვართ ყველანი და ადამიანს ჩვევია გატეხვა და ეშმაკი მუშაობს და ეშმაკი აცთუნებს ადამიანებს. ინდულგენცია არავის არ აქვს. ნაციონალურ მოძრაობიდან ახლა ვის გულის ხო? არა, ეს რაშვაშია. თქვენთანაც კარგად იცი, რა ვიცი, გადახედე ნაციონალურ მოძრაობის ასე ვთქვათ ისტორიას და ნახავთ ვინ დაიწყო თანამშრომლობა ქოცებთან, ნებთან, უნებლიეთ. აქედან გამომდინარე, გენერლებს გულისხმობდით ერთ-ერთ ბოლო განცხადებაში
განცხადება მათი ხო გენერალი ყურაშვილის და არა თქვენ ჭირი არა არა მათ არ გულისხმობთ ისინი გაემიჯნენ ერთ-ერთი პირველი მაგათ 4 ოქტომბრის აქციას თქვენი კითხეთ გიპასუხეთ თქვენი პარტიის წევრები ხო კითხეთ გიპასუხეთ არ გულისხმობთ საზა გოგავა და მამკა ყურაშვილი გავიგე ვიცი მაგათ სახელი გვარი და არა რამე ხარცდებით ხო ზოგჯერ ისე შემეტოქებით ხო ბატონო გიორგი ეჭვმეპარება საკუთარ თავში კი ბატონო ნაციონალურ მეკითხებით არა თქო გითხარით და სხვა რამეზე ვსაუბრობთ ხო მეხუთეჯერ მეკითხებით ახლა კარგი მაშინ რა ახსნას მოუძებნიდით მათ სხვა რაღაცას ვსაუბრობ ქალბატონო ესე ძალიან საინტერესოა კაცი არ მოყვებოდნენ თქო ამის თქმა მინდა თუ გინდათ რომ მოგიყვეთ ისტორია რა საიწახვედით არ ვიცი რა კარგი უფრო ვიწრო წრეში გეკითხათ ბატონო გიორგი ლევან ხაბეიშვილს ასე ვთქვათ ეგუთხარით სარწმუნო ცნობები რომ მქონდა ქართული ოცნების შიდა კულუარებიდან რაღაცა დაგემართათ რა უნდა დამემართოთ ბატონო გიორგი ჩვენ უთხარით რომ 120 კაცში გასაგებია რომ ვერ იტყვით ამიტომ ჩვენგან თქო მეორეჯერ გიმეორებ რომ ორმა ადამიანმა მაინც რო იცოდეს თქო მაგრამ სამწუხაროდ ეს არ გააკეთეს მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ უკან არ წაგვიღია ის განცხადება რა განცხადება ჩვენ გავაკეთეთ პოლიცსაბჭოზე როცა ბატონი პალატა იყო იმის შემდგომ შესაბამისად რატო? იმიტომ რომ ყველა იმ კრიტერიუმს აკმაყოფილებდა მისი სიტყვები და მისი განცხადებები, რა ჩვენთვის მისაღები არის. და ესე ვთქვი რომ ამავე მიზნებით რომ სხვამ გააკეთოს ინიცირება აქციის, იმასაც შეუერთებით ხო და აი ახლა ამის დასტურად, აგერ ჩვენ არ მიგვიღია მონაწილეობა აი ამ აქციის დაანონსების ორგანიზებაში, შეიძლება შემდგომ ვითანამშრომლოთ ეგ სხვა თემაა, მაგრამ ყოველგვარი იმის გარეშე რომ აბა ეხა გითხარით რას აპირებდა როგორ რაც დაანონსდა იმას ვიზიარებთ. ეხლა რო თქვან რომ ჩვენ რაღაცა იარაღის აღებას და შეგროვებას და ძალადობას ვაპირებთ, გეტყვით რომ მაშინ ამას არ შეუერთებით, მაგრამ რაც დღეს გაჟღერდა, იმას უერთებით. და შესაბამისად, სხვამაც რო დაანონსოს ამგვარი აქცია, მომავალში შეუერთებით, იმიტომ რომ ეს არის სწორედ ის რასაც მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით ნაციონალური მოძრაობა უკვე მე-14 წელიწადი აკეთებს. ვებრძვით ამ მოღალატეთა რეჟიმს, ჩვენ სიმართლით, საქართველოს სიყვარულით და ვებრძვით მშვიდობიანად, არაძალადობრივად, მაგრამ პრინციპულად და აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ამაში გავემარჯვებთ. ფათაშორის ამაში ძალიან დიდ როლს შეიტანს ის პროცესები, რომელიც საერთაშორისო არენაზე მიდის, არ შეიძლება ერთი წინარეებით არ თქვა, მინდა მიულოცო ებრაელ ხალხს, მიულოცო ისრაელს გამარჯვება, მიულოცო ამერიკის შეერთებულ შტატებს და მის პრეზიდენტს, ასევე სხვათა შორის მიულოცო ჩვეულებრივ რიგით პალესტინელებს მშვიდობა და აი იქ რომ მშვიდობა დაისადგურებს და კონცენტრაცია ყურადღების გადმოინაცვლებს უკრაინისკენ, სადაც უკრაინა და ცივილიზებული სამყარო ებრძვის ჩვენს დაუძილებელ მტერს, აი ეს დაუძილებელი მტერი რუსეთი, ოკუპანტი რუსეთი უფრო მალე დამარცხდება და შესაბამისად საქართველოსაც უფრო მალე ეშველება. ერთი წუთიც მინდა მიხეილ სააკაშვილი ახსენეთ რამდენჯერმე და მისი ბოლო განცხადება 4 ოქტომბრის ერთ-ერთი მთავარი არასწორი გათვლა იყო რეჟიმის სწრაფი ჩამოშლის შესაძლებლობის გადაჭარბებით შეფასება. ამაში საკუთარი თავის დარწმუნება და როგორც ჩანს, ქოცების მიერ შემოგდებული თემების მათ შორის ათონელის სასახლის უკრიტიკო მიღება. რა თქმა უნდა, სინამდვილეში არსებობს რეჟიმის შიდა რყევები, მაგრამ იმისთვის, რომ ამან დიქტატურაში მინიმუმ შიდა ნგრევა გამოიწვიოს, საჭიროა 400, 500, 1000 ადამიანის შეკრება. ანუ აი, როდესაც ეხლა არის საუბარი, რომ ვერ იქნა სწორად შეფასებული არსებული რეალობა და გარკვეული შეცდომები იყო დაშვებული. არ ვიცი, ბურჭულაძეს დონეზე მსჯელობაში მაგ კონკრეტულად წერია რას გულისხმობს? ანუ შეცდომები არასწორი გათვლა იყო, რომ რეჟიმი სწრაფად ჩამოიშლებოდა, ამას გულისხმობს. ანუ როდესაც გქონდათ გუნდი შიგნით, აი ლევან ხაბეიშვილთან, როდესაც გქონდათ უფრო ვიწრო წრეში, სადაც შედარებით უფრო ნაკლები ადამიანი და ინფორმაციის გაჟონვის ნაკლების შანსი არსებობდა. ანუ არ გითქვამთ არასოდეს, რომ იცი რა, იქნება არასწორად ვაფასებთ შექმნილ ვითარებას და შესაბამისად ძალიან მაღალ მოლოდინებს ვაჩენთ. ან ინფორმაცია, რომელსაც ის საჯაროდ აღღერებდა ხოლმე, რომელიც მისივე თქმით მოდიოდა ქართული ოცნების კულუარებიდან და შემდეგ ერთ-ერთში ამ ინფორმაციის ეს ინფორმაცია ხდებოდა, ხო? ანუ არ დაგისვათ შეკითხვები, ვინ იყო მისი ინფორმატორი და ლილუაშვილის შესახებ არასდროს გსმენიათ? ისმენ. ლილუაშვილის შესახებ არასდროს მსმენია. ანუ თანამშრომლობის ფორმატში გულისხმობთ თორე ხა ისე რომ გსმენიათ ზოგადად გასაგებია. ხო და
ეხლა ლევანი პატიმარია, პოლიტიკური პატიმარი და ლევანსთან ჩვენ რაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია და რაზე გვისაუბრია, რაზე გვიკამათია თუ დავთანხმებული ვართ ერთმანეთთან სტუდიაში არ ვისაუბრებ. ლევანი მხოლოდ იმიტომ არის დაპატიმრებული ისე როგორც ხვები, რომ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდნენ და საქართველოს პატრიოტები არიან და საქართველოს გადარჩენა უნდათ და გათავისუფლება ამ მოღალატეთა რეჟიმისგან. ამ რეჟიმს უნდა რომ იტყვიან შეტენოთ მათ რაღაცა ძალადობა დააბრაუნდ ასე შემდეგ და ანუ ვინც ამ პროპაგანდით არის დაკავებული ის ხოცების საქმეს აკეთებს და დარწმუნებული ვარ ამას არც ერთი პატრიოტიანი ადამიანი არ გააკეთებს, ხოლო რაც შეეხება ჩვენს პოზიციას გითხარით კიდევაც თინა ბოკუჩავას ჩვენი თავმჯდომარის განცხადება ამოიღეთ ნახეთ პოლიტიკური საბჭოს განცხადება და ის არის ჩვენი ოფიციალური პოზიცია, თორე პარტიაში შიგნით ჩვენ უამრავ რამეზე ვსაუბრობთ, უამრავ რამეზე ვკამათობთ და უამრავ რამეზე ვთანხმდებით ან არ ვთანხმდებით, მაგრამ როდესაც მივდივართ ერთ პოზიციამდე ვაქვეყნებთ იმას ერთ პოზიციას და მე იმ პოზიციას ვიცავთ ყველანი. რომ თქვენი პოლიცსაბჭოს თავმჯდომარე შესაძლოა თანამშრომლობდა ქართული ოცნების ყოფილ მაღალჩინოსნებთან. ჩვენ დისკომფორტის აი საფრთხებს ძალიან ბავშვური შეკითხვა ძალოვან უწყებებს ხელმძღვანელობთ ბატონო გიორგი საკმაოდ დიდი გამოწვეულება გაქვთ. ანუ არ გილაპარაკიათ აი მეტი ინფორმაციის მოძიების სურვილი არ ქონდათ ლევანთან რომ ქონდა იმიტომ რომ ეხა მოღალატეზე საუბრობთ ხო? მოღალატეზე? ანუ საუბრობთ რომ ვიღაცა მოღალატა შიგნიდან პროცესს, ამიტომაც დადგა ის შედეგი. ეხლა მე ლევანზე ვსაუბრობდი, არანაირ მოღალატეზე არ ვსაუბრობდი. საერთოდ არსად არ წავედი სწორედ იმიტომ რომ ძალოვან სტრუქტურებში მიმუშავია და ვიცი რომ ასეთ შეკითხვები არ უნდა დაუსვა ადამიანს. თუ ადამიანი ამბობს რომ მე მაქვს ეს ინფორმაცია და თუ მე იმ ადამიანს ვენდობი, მე იმ ადამიანს და ჩვენ ყველანი ვენდობოდით რომ იმაში და დღესაც ვენდობი რომ მას უნდა და ყველას ერთად გვინდა რომ ამ ქვეყანაში ეს რეჟიმი მშვიდობიანად არაძალადობრივად მოვიცილოთ. დანარჩენი ვის ელაპარაკებოდა, ვის ეჩურჩულებოდა ეგეთ კითხვებს, ბავშვურ კითხვებს ერთმანეთთან არ ვსვამთ. თუ მოუნდებოდა ლევანს მე მას მეტყოდა, მაგრამ არაზროს ინფორმატორს მით უმეტეს ასეთ მნიშვნელოვანს ლილუაშვილი არის, სიკინჭილაშვილი არის თუ ასე შემდეგ არ ეკითხებიან ვინ არის შენი ეს აი ბავშვური შეკითხვაა ესა რომ იცოდეთ. ან ეგ შეიძლება ჟურნალისტმა შეიძლება კიდევ ერთხელ ჩემთვის საკმარისი იყო. გავიგე. ჩვენ რომ არ ვიზიარებდით. იმიტომ რომ საუბარია რომ ეხლა თურმე ლილუაშვილს დაუგეგმავს 4 ოქტომბრის. საუბარი არის ეს მე არ მაინტერესებს ქალბატონებმა ჭორის დონეზე ხო არ გესაუბრებით ეხლა აქ მე თქვენ ხო სერიოზულად საუბრობთ ხო კიდევ ერთხელ ჩვენი პარტიის პოზიცია იყო ასეთი რომ 4 საათზე ვიწყებთ და 8-ზე დავამთავრებთ ეს არ არის ჩვენი პარტიის პოზიცია არც არასდროს არ ყოფილა თინამას თქვა ამის თაობაზე პოლიცსაბჭოზეც დაჟღერებულად თქვენს ინტერვიუებშიც მithქვამს ბრძოლა მანამდეც იყო 4-შიც იქნება და შეიძლება მერეც გაგზელდეს, დაგჭირდეს თქო და ჭირდება და უნდა გავაგზავნოთ, ხო? ამიტომ ამითი თავი არ უნდა ასე თქვა დავიმუნათოთ. კოცებს უნდათ რომ თავი დავიმუნათოთ და თავზე ნაცარი დავიყაროთ, მაგრამ არავინ არ აპირებს ამ ნაცრის დაყრას და ვინ არის მოღალატეს, ვინს გულისხმობს, მაგალითად მურთაზმა რო თქვა და პაატა ბურჭულაძე, ისინი რო გამოვლენ თვითონ იტყვიან, იმიტომ რომ მე ესეთი სულელური კითხვები მათთვის არ დამისვენს, რომ თქვენი ინფორმატორი გამანდეთო. ჩემთვის აბსოლუტურად საკმარისი იყო კიდევ ერთხელ გიმეორებთ მიზანი შვიდობიანი შეცვლა ამ რეჟიმის შვიდობიანი რევოლუცია იყო ეს 4 ოქტომბერსაც 4 ოქტომბრამდე თელი 13 წლის განმავლობაში და 4 ოქტომბრის შემდეგაც სანამ ეს რეჟიმი არ დასრულდება იყო და იქნება შვიდობიანი ბრძოლა არაძალადობრივი ბრძოლა ამ რეჟიმის წინააღმდეგ ამას ვინც გაიზიარებს ჩემი პარტიის წევრი იქნება, სხვა პარტიის წევრი იქნება, ყველას გვერდით ვიქნები მე პირადად, თუ სხვა ორგანიზაცია იქნება, აი როგორც დღეს 26 დაანონსდა და ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვის წინასწარ არ დაუძახებიათ, მაგრამ სოლიდარულები ვარ და უერთდებით, ასე შეუერთდებით მომავალში. არანაირი პრობლემა არ არის ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს ნაციონალური მოძრაობა ვის, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის თვის ეს საინფორმაციო საშუალებებით გაიგეთ, რომ 26-ში აქციაა, წინასწარ არ დაუძახებიათ. ხო, არა, ხო, ჩვენთვის არ უთქვამს ორგანიზატორებს, მაგრამ არანაირი პრეტენზია და საყვედური არ აქვს. თუმცა მაინც საინტერესოა რა. კი ბატონო, კარგი. ეს მათი საქმეა. კარგი. მადლობა. რატო და როგორ გადაწყვეტეს. შეიძლება კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ იმდენად მისაღებია ეს თემა, იმდენჯერ გვაქვს ჩვენ ეს ერთმანეთში ნალაპარაკები. ხო, არც ეხლა მე თქვენ რომ შეგეკითხოთ, თქვენ ხართ თუ არა საქართველოს პატრიოტი, ხო, იქნება ცოტა უცნაური, ხო? შეურაცხყოფათ ხო მიიღებთ, ხო? აქედან გამომდინარე, ხა ნაციონალური მოძრაობას კითხო, რომ
ამ რეჟიმის წინააღმდეგ აქციაზე შემოგვიერთები თუ არაო, არ ჭირდება ამასთან დაკავშირებით ჩვენთვის რაღაცა კითხვის დასმა. მადლობა გიორგი ბარამიძეს, ერთიანი ნაციონალური კიდევ ერთხელ სოლიდარობა ჩვენს პოლიტპატიმრებს და არავინ არ უნდა გაიტეხოს გული. ყველაფერი იქნება მაგრად, იმიტომ რომ საქართველო არის ძლიერი, ქართული ხალხი არის ძლიერი და ეს მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმი აუცილებლად დამარცხდება. მადლობა გიორგი ბარამიძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მდივანი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ვიდრე კიდევ ერთი სტუმარი შემოგვიერთდება, მოკლედ გარკვეული ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც ეხება სწორედ, ასე ვთქვათ, აქციებსა და მანიფესტაციებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს განუცხადებია კი ბატონო ირაკლი კერცხალიას ბრიფინგზე ცვლილებების თანახმად ჩეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეს მიერ სახის ნიღბით დაფარვის, თხრელმსანდენი ან და მომწამლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით. მოკლედ კერცხალიას თქმით, იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში, რომლის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით, ასევე 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ზიანის მისაყენებლად. როგორც ხედავთ, ადმინისტრაციულ სისხლის სამართლის კოდექსში შედის გამკაცრებული ცვლილებები. ლევან ცუცქელიძე, პარტია თავისუფლების მოედნის ხელმძღვანელი. მოგესალმებით, ლევან, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. რა ვიცი, როგორ შეაფასებდით კანონის გამკაცრებას შეკრებისა და გამოხატვის, ასე ვთქვათ, უფლების წინააღმდეგ? ეს არის მიმართული აი ამ ჩვენი უწყვეტი სამოქალაქო დემოკრატიული წინააღმდეგობის მიმართ. იმიტომ რომ ყველაფერი ცადა ქართულმა ოცნებამ იმისთვის რომ ეს პროტესტი მოეკლა, ხო? დეზინფორმაცია, შანტაჟი, რეპრესია, ძალადობა, დარბევა, ყველაფერი და მიუხედავად ამისა ადამიანები არ წყვეტენ საკუთარ წინააღმდეგობას აი მაგრამ ეხლა 15 დღიანი პირველივე შემთხვევაში 15 დღიანი პატიმრობით ემუქრები ადამიანს, რომელიც შესაძლებელია ნიღბით იყოს მოსული აქციაზე, ეს ბევრისთვის შესაძლებელია იყოს გარკვეული შემაკავებელი გარემოება. იცით ხო და ამიტომ ეს არის ისეთი პარტიის გადაწყვეტილება, რომელსაც პოლიტიკური არგუმენტი აღარ აქვს, ხო? აღარ აქვს სიმართლე საკუთარი ზურგს უკან აღარ დგას და ცდილობს აი ხა ეს რაღაცა კანონების გამკაცრებით შეაშინოს ადამიანები, რომ აი აღარ მიიღოთ მონაწილეობა პროტესტში. და მე მგონია რომ ესეც უშედეგო იქნება რა. მე არ ვიცი ამას ახლა ვიზე კონკრეტულად როგორი ეფექტი ექნება, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ წინააღმდეგობას ამ კანონით ვერ გააჩერებენ რა. იმიტომ რომ არსებობს ქვეყანაში შეურიგებლობა და წინააღმდეგობა იმ უსამართლო პოლიტიკის მიმართ, რასაც ქართული ოცნება ეწევა, ხო? არსებობს შეურიგებლობა ბრაზი იმის მიმართ, რომ უდანაშაულო მოქალაქეები აწამა და დააპატიმრა, რომ მოიპარა არჩევნები, რომ გაწყვიტა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები და ამ კანონით ეს წინააღმდეგობა და ეს ბრაზი არ გაქრება, ხო ფაქტია. ეს არის უბრალოდ ის, რომ აი ჩაიდანი რომ დუხს, თავსახურს კიდე მაგრა დააჭირო. მაგრამ მუდმივად ასე ვერ გაგრძელდება, იმიტომ რომ საფუძვლები ამ ბრაზის, ხო, ძალადობა, წამება, უსამართლობა, საგარეო პოლიტიკა, რუსულ გზაზე დადგომა, ეს საფუძვლები არ იცვლება რა. ამიტომ რაც არ უნდა დააწყვნენ ამ ჩაიდანს, ეს ბრაზი მაინც ამოხეთქავს. სხვა შორის აი ამ ცვლილებების თანახმად სისხლის სამართლის კოდექსი ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას, ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას. ანუ ამ შემთხვევაში მარტივად რომ ვთქვათ, ყველაზე გავრცელებული შემთხვევა შეიძლება იყოს მოწოდება გზის სავალი ნაწილის გათავისუფლების შესახებ, ხო?
აღნიშნულ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე ვადით, ხოლო რეციდივის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით, ამასთანავე არ იქნება გამოყენებული სხვა სახის სასჯელი. და რა მოხდება? ანუ ჩვენ ვიტყვით, რომ აი ესეთი კანონი მიიღეს და ამიტომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი აღმოჩნდება გისოსებს მიღმა, ანუ ჩვენ შევხედავთ ამ არა მე კი ძალიან კარგი ის არის ეს კომენტარი და მინდა გამოვიხმაურო. ჩვენ ეს ბრძოლა უნდა ვაწარმოოთ ისე, რომ მინიმალური დანაკარგები მივიღოთ. და პირიქით, პოლიტიკურ დანაკარგებზე ვლაპარაკობ და მათ შორის ადამიანების დაპატიმრება და შემდეგ ადამიანი. ჯერჯერობით სხვა შედეგი გვაქვს სახეზე, კი ბატონო. ხო? ამიტომ ჩვენ უნდა შევხედოთ კონკრეტულად ამ კანონს, როდესაც ესენი შემოიტანეთ და ვნახოთ, როგორ ვუპასუხებთ მათ. უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა მექანიზმები. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ გავასაჩივროთ ეს საკონსტიტუციო კომისიაში, საკონსტიტუციო სასამართლოში, მაგრამ ასევე, როგორც წინააღმდეგობის ერთ-ერთმა მონაწილემ, ასევე შევხედოთ, როგორ შეგვიძლია ამაზე შესაბამისი პასუხის გაცემა ისე, რომ წინააღმდეგობას არ მიადგეს ამითი ზიანი. კიდევ ერთხელ თავარი არის საფუძვლები. ქართული ოცნება ვერ ახერხებს, რომ აი ამ წინააღმდეგობის და ბრაზის საფუძვლები შეიცვალოს, რომ მოახდინოს აი ყველა რა არ მოხდა, რა არ გააკეთა, ხო? დისკრედიტაცია ამ ბრძოლის და მაინც არ გამოდის. აი ნახეთ, რამდენი ადამიანი შეიკრიბა მაგალითად 5-ში, ხო? ბევრი ადამიანი გამოვიდა. კიდევ უფრო მეტი, ბევრად უფრო მეტი ადამიანი გამოვა 26-ში ახლა ჩვენ და იყო 4-ში ხო? ძალიან ბევრი. კი, რა თქმა უნდა, ხო? მაგრამ ის, იმიტომ რომ ეს მიზეზები არსებობს, რა, თავარი მათი პრობლემა ეგ არის ზუსტად, რომ ისეთ გზას დაადგნენ, საიდანაც ახლა უჭირთ მოbrunება, მაგრამ ხედავენ, რომ წინააღმდეგობას ვერ ტეხენ და ვეღარ პოულობენ ვერანაირ პოლიტიკურ გამოსავალს. და ამიტომ კიდევ და კიდევ ერთადერთი რაზე დგას, ხო, ქართული ოცნება, ძალადობაზე, რეპრესიაზე და სიცრუეზე და აპირებენ, რომ ეს გააკეთო და მე არ მგონია, ეს ვერ შეცვლის საფუძვლად. სხვა შორის მინდოდა 26 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით მეკითხა, დღეს თქვენ გააკეთეთ განცხადება, მოსალოდნელიც იყო, რომ მოკლედ იქნებოდა დიდი საპროტესტო მსვლელობა 26 ოქტომბერს. ნაციონალ-მოძრაობას რატომ არ შეატყობინეთ თუ ისედაც მოიაზრებიან ისინი აი ამ პროცესში? ეს არის ღია აქცია, ეხლა ნებისმიერ ორგანიზაციას, ნებისმიერ ჯგუფს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შემოუერთდეს ამ დემონსტრაციას, რა თქმა უნდა და არა, შემოერთდეს ერთია დღეს რომ განცხადება გააკეთეთ, ეხლა ფოტოზე ვხედავ თქვენს უკან სხვა პოლიტიკური ძალებიც დგანან, ხო? აი თენგო კირთაძე მაგალითად ფედერალისტების ლიდერი, შემდეგ იქნება ჩვენი გადაცემის სტუმარი ვახტანგ კალოიანი, ანუ როდესაც განცხადებას აკეთებთ, აქ წარმოდგენილი ადამიანების სახელით აკეთებთ ამ განცხადებას, ხომ? ანუ რატომ არ არის ნაციონალ-მოძრაობიდან არავინ, როდესაც აანონსებთ ძალიან მნიშვნელოვან საპროტესტო აქციას? კი, როგორც თქვი, ეს არის ესეთი დემოკრატიული მსვლელობა იქნება, რომელსაც სხვაებით შეუძლიათ შემოუერთდნენ, მაგრამ ეს ამისი იდეა იმ ჯგუფში გაჩნდა, რომლებსაც გვაკავშირებს ერთმანეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ისტორია და მომავალშიც ხედავთ, რომ ასე შეგვიძლია გავაგრძელოთ, ამიტომ ინიციატივა. ამას მანამდე პოლიტიკური რვიანი ერქვა, ახლა რამე არა მხოლოდ თქვენ ნახეთ, რომ იქ იყვნენ არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, არამედ კიდევ უფრო მეტი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე პოლიტიკური პატიმრების ოჯახების წარმომადგენლები და ამიტომ აი ამ გუნდში ჩავთვალეთ რომ ასე იყო. რატომ არ ვერ ხედავთ აი ამ გუნდში ნაციონალ-მოძრაობის ადგილს, იმიტომ რომ რჩება შთაბეჭდილება, რომ რაღაცნაირად ცდილობთ დისტანცირებას მათგან, ანუ მეჩვენება, საზოგადოების ნაწილს ეჩვენება თუ მართლა ასე? ან შესაძლებელია ჩვენ ძალიან მწარედ ვწდებით და შეიძლება ვიღაცა შეცდომაში შევიყვანოთ ამ ჩვენი მოსაზრებებით? არა, არაფერი მწარე შეცდომაზე არ ელაპარაკი, როგორც უკვე ვთქვი. ეს ინიციატივა გამოვაცხადეთ იმ ადამიანებმა, იმ ჯგუფებმა, რომლებსაც გვაქვს ერთმანეთთან უფრო ჭიდრო ურთიერთობების წარსული და მომავალშიც ხედავთ, რომ ერთმანეთთან შეგვიძლია უკეთესი თანამშრომლობა. ამიტომაც ასე ვხედავთ ჩვენც თავისუფლების მოედანის და შესაბამისად გვაქვს შემადგენლობა, რომელიც გვაქვს ამაში არაფერი ისეთი არ არის რადიკალური განსხვავებული, ყველა პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური ჯგუფი ასეთ არჩევანებს აკეთებს და ასეთი არის ესეც კიდევ ერთხელ. მათთან რატო ვერ ხედავთ რაღაცა თანამშრომლობის პერსპექტივას, იმიტომ რომ თუ კი ვინმეს რაიმე აკავშირებს 26 ოქტომბერთან დაკავშირებით, ანუ ხო, საუბარია 1 წლის წინ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებაზე, რასაც მოჰყვა ოპოზიციური პარტიების ბოიკოტი.
ბუნებრივია ნაციონალურ მოძრაობაც იყო მათ შორის ერთ-ერთი რომელიც მონაწილეობდა არჩევნებში და რომელმაც ბოიკოტი გამოუცხადა საკანონმდებლო არა მე იმათი პოზიცია გასაგებია ხა იმათი პოზიცია გასაგებია ხა გახარეს და ლელოს შემთხვევაში მათ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღეს და ამით საკუთარი პოზიცია აირჩიეს ისინი რომ არ არიან ამ ქუჩის პროცესში ხო პოლიტიკურ პროცესში ეს არ არის გასაკვირი მაგრამ ნაციონალურ მოძრაობა რომ არ არის ეს მოითხოვს გარკვეული დეტალების დაზუსტებას ყველას თავისი გზა აქვს და მე მინდა ვთქვა თავისუფლების მოედინის პოზიცია ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვჯერა იმის რომ მომავალი აქვს პრინციპულად ახალ პოლიტიკურ პარტიებს სამოქალაქო მოძრაობებს და მათ შორის პოლიტიკოსებს და ასეთ პოლიტიკურ ძალებს ქვეყანაში. ამიტომ მომავალში ჩვენ შევეცდებით უფრო მჭიდრო ურთიერთობა გქონდეს სწორედ ასეთ მოძრაობებთან და ასეთ პოლიტიკურ პარტიებთან. ეს არ გამორიცხავს თანამშრომლობას და კოორდინაციას სხვა პოლიტიკურ ძალებთან და მათ ყავთ ასევე თავისი ამომრჩეველი, თავისი მხარდამჭერები და მე პატივსცემ მათ ყველა არჩევანს და გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩვენ მივდივართ იმ გზით, რომ უფრო მჭიდრო კოორდინაცია გქონდეს სწორედ ასეთ. აი ამ დემოკრატიული წინააღმდეგობის წიაღში წარმოქმნილ სამოქალაქო პოლიტიკურ მოძრაობებთან, პოლიტიკოსებთან და სამოქალაქო ლიდერებთან, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც ჩვენი ბრძოლის წარმატებისთვის გონია რომ იქნება გადამწყვეტი, არის ის, რომ აი ამ ბრძოლის ავანგარდში იყოს ისეთი ძალები, რომლისთვისაც ადამიანის უფლებები, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და შემდეგ არის რეალური ფასეულობა და ამის დადასტურება შეუძლია საკუთარი წარსული საქმიანობით, პროფესიული ცხოვრებით და ამიტომაც მომავალშიც ჩვენ თავისუფლების მოედანი ვფიქრობთ, შეიძლება თქვენი გზები გადაიკვეთოს ნაციონალურ მოძრაობასთან, მაგალითად მიხეილ სააკაშვილი ისევ საუბრობს ქუჩის პროტესტზე და ამბობს, რომ იმისათვის, რომ მინიმუმ შიდან გრევა გამოიწვიოს, საჭიროა ქუჩაში 400-500 ადამიანის შეკრებაო. ანუ ქუჩის პროტესტი არის ის ადგილი, სადაც შესაძლებელია თქვენი გზები გადაიკვეთოს, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობასთან, მაგრამ ამ ეტაპზე გირჩევნიათ სუფთა პოლიტიკური წარსულის, არ ვიცი, ადამიანებთან ერთად პოლიტიკური წარსული ყველა პარტიას მათ შორის ჩვენზე ძველებს აქვს თავისი და როგორც უკვე თქვი, მათ ყავთ თავისი მხარდამჭერები და თავისი თანამოაზრეები, მაგრამ მე მგონია, რომ დღეს საქართველოში დგება ის დრო, როდესაც ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არც ერთ სახელმწიფო გუნდთან არ არიან დაკავშირებული და არც ყოფილან უნდა ჩაუდგნენ ამ ბრძოლას სათავეში. ამიტომ ახლაც და მომავალშიც კიდევ უფრო და უფრო მეც გავაკეთებთ ჩვენ იმისთვის, რომ ასეთი ძალების კონსოლიდაცია მოვახდინოთ, ასეთი ადამიანების შემოვიკრიბოთ ჩვენ გვერდით, იმიტომ რომ სწორედ ეს არის რეალურად დღეს რაც ჭირდება ამ ბრძოლის წარმატებასაც და ამ ქვეყნის წარმატებასაც, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეებს და ამომრჩევლებს აინტერესებთ არა მხოლოდ ის, რატომ არის ქართული ოცნება ცუდი, რატომ უნდა წავიდეს ეს, იმიტომ რომ ეს უკვე ყველამ კარგად იცის. არამედ ასევე ის, ვინ უნდა მოვიდეს და ეს ახალი ადამიანები, ვინც უნდა მოვიდნენ, მერე რას გააკეთებენ. და მე მგონია, რომ აი ამის განმარტებას, ამის კომუნიკაციას და აი ამ ხედვების შექმნას ჩვენ ყველაზე უკეთ შევძლებთ, მათ შორის იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც აი ამ პროცესში წამოვიდნენ და გამოვიდნენ პოლიტიკურ სცენაზე. ანუ ასე უნდა გავიგოთ, რომ სრულიად ახალი პოლიტიკური პლატფორმის საფუძველი შეიძლება გახდეს ამ ადამიანების ერთობა. ამ კონკრეტულ შეკრებაზე არ გულისხმობ, მაგრამ მე მინდა ვთქვა, როგორი არის ჩემი შეხედულება, როგორ უნდა გაგრძელდეს ეს ბრძოლა, რომლის ერთ-ერთი ნაწილი არის ის, რომ ახალი ძალები კიდევ უფრო გაძლიერდნენ, ხო? აი მოედანიც მათ შორის ეგეთია, ხო, რომელიც არ ყოფილა დაკავშირებული არც ერთ პოლიტიკურ ოჯახთან და ახალ პოლიტიკურ ოჯახს ვქნით, რომელიც საინტერესოა მათთვის, ვისაც აღარ უნდა ქართული ოცნება, მაგრამ არც წარსულში ხელისუფლებაში მყოფი ძალების დაბრუნება უნდა, ხო? არსებობენ სხვაებიც, რომლებიც შეიძლება სხვანაირად ფიქრობენ. მე მგონია, რომ დღეს საქართველოს ამომრჩევლების უმეტესობა სწორედ ასე ფიქრობს, ეძებს ახალ პოლიტიკურ ძალებს და ჩვენთვის თავისუფლების მოედნისთვის სწორედ ეს არის ის გზა, რომელიც გვინდა რომ გავიაროთ. თუმცა ნაციონალურ მოძრაობა, რომელსაც ძალიან ბევრი ამომრჩეველი ყავს, თვითონი ამბობენ, რომ თუ კი ვინმეს წარმოუდგენია, რომ ქართულ ოცნებას ნაციონალურ მოძრაობის გარეშე დაამარცხებს, ან სულელია, ან სასარგებლო იდიოტიო. მე ხო, ეგ არ ვიცი ვინ თქვა, მაგრამ მე ისიც მინდა ვთქვა, რომ თუ ვინმეს გონია, რომ ქართულ ოცნებას დაამარცხებს ძველი პოლიტიკური პარტიებით, ცდება.
სალომე ზურაბიშვილის როლზე თუ შეგეძლიათ გითხრათ, იქნებ უფრო გამოიკვეთა ამ დღეებში მისი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, სამომავლო ნაბიჯები, იმიტომ რომ ბევრი ვერსია მოვისმინეთ, ხო? მოვისმინეთ ნაციონალური მოძრაობის და რა თქმა უნდა ლელოს და გახარიას გარდა ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის იდეა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი თუ არ ხელმძღვანელებს, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ასეთი პოლიტიკური პლატფორმის დაფუძნებაში. არის კიდევ სხვა განაცხადები გაკეთებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ სამომავლო პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით, ანუ ქუჩის პროცესი გასაგებია. რაც შეეხება, ასე ვთქვათ, დანარჩენ სხვა ისიც რეალური პოლიტიკაა, მაგრამ პოლიტიკის მეორე მხარეს, ანუ ამ შემთხვევაში, რას უნდა ველოდოთ? ახალი პარტიების ჩამოყალიბებას, ახალი კოალიციების შექმნას, ახალი ლიდერების გამოჩენას? კი, უნდა ველოდოთ, ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ეს მოხდეს. თქვა სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით არ ვიცი, თუმცა მისთვის პოლიტიკური პარტიის შექმნა არ იქნება პირველი გამოცდილება, ადრეც იყო ის პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი და ანუ რაღაცა აქვს გაკეთებული ამ მიმართულებით, მაგრამ ზოგადად მინდა ვთქვა, რომ კი, მნიშვნელოვანია ახალი ძალების გამოსვლა, ოღონდ რეალურად ახალი ძალების, პრინციპულად ახალი ძალების. ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც უცნობი ადამიანები გამოჩნდნენ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები და ისეთი ჯგუფები, რომლებიც მოდიან პატიოსანი პროფესიული და პოლიტიკური წარსულით. და ესეთი ადამიანები ძალიან ბევრი არის ქვეყანაში და ამიტომ მივესალმები ყველა ამ ისეთ ინიციატივას, რომელიც აი ესეთ ადამიანებს შემოიყვანს პოლიტიკაში და თავისუფლების მოედანი ერთ-ერთი პირველი მერცხალია, რომელიც დავიწყეთ ჩვენ 2024 წელს, მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების სურვილი შეიძლება ბევრს გაუჩნდეს, მაგრამ ამის რეალობად ქცევა არის საკმაოდ რთული ამოცანა განსაკუთრებით არსებულ პირობებში. ამიტომ კიდევ ერთხელ წარმატება ყველას, ვინც აი სწორედ ამ პრინციპებზე დააშენებს ახალ მოძრაობებს და ასევე ვეპატიჟები ყველას, ვისთვისაც თავისუფლების მოედნის მოსაზრებები, პოზიცია, პლატფორმა არის საინტერესო მიმზიდველი და მისთვის თქვათ ასეთი ადამიანების, ასეთი პოლიტიკოსების, ახალი თაობის პოლიტიკოსების გაერთიანება საინტერესოა, რომ რა ვიცი, შემოგვიერთდნენ, იმიტომ რომ დღეს აღარ არის მარტო ბრძოლის დრო. მარტო ბრძოლა არის ფუფუნება, რომ იყო აი ერთეული სამოქალაქო აქტივისტი, მაშინ როდესაც ჩვენ ვებრძვით აი რაღაც ესეთ ძალიან თუმცა ერთობაც რომ არ გამოდის ყოველ შემთხვევისთვის აქამდე ასე იყო, ხო? ეს ერთობაც. აი დღესაც სალომე ზურაბიშვილის არ ვიცი თანაგუნდელები შეიძლება თანამოაზრეები მოდი ასე ვთქვათ საუბრობენ ქართულ ქარტიაზე, რომელმაც რაღაცა ახალი სუნთქვა უნდა შეიძინოს, ხომ? აი ამ განახლებულ პოლიტიკურ პროცესში. მათ შორის ვერც ქართულმა ქარტიამ ვერ შეძლო იმ ერთობის შენარჩუნება, რისი სურვილიც არსებობდა. ქართული ქარტია იყო პირობა იმ პარტიების, რომლებმაც ხელი მოაწერეს მას, რომ იმ რეფორმების იმ ძირითად მიზნებს, რომელიც ქარტიაში იყო მოცემული, უერთგულებდნენ და მომავალ პარლამენტში მხარს დაუჭერდნენ ამ მიმართულებებით რეფორმის განხორციელებას. თუმცა მე მგონია, რომ ქართული ქარტია არ არის საკმარისი. ის შეიცავს ძალიან ბევრ ღირებულ დებულებას, მაგრამ ბევრად უფრო მეტია გასაკეთებელი იმისთვის, რომ რაღაცები შეიცვალოს. ჩვენ თავისუფლების მოედანი ვთვლით, რომ ჩვენ ახლა არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ რაღაც 10 წლიან და 20 წლიან გეგმებზე ვესაუბროთ ადამიანებს, მაგრამ იმიტომ რომ ჯერ უშუალოდ ამოცანები გვაქვს უახლოეს მომავალში გადასაწყვეტი, ამიტომ ჩვენ უფრო კონცენტრირებული ვართ გარდამავალი პერიოდის პროგრამის შექმნაზე, ქარტიაც ნაწილობრივ ეს არის, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მას სჭირდება მეტი კონკრეტიკა და მეტი ადამიანი მას უკან, სადაც გამოჩნდება, რომ აგერ არის ხალხი, რომელსაც შეუძლია ამის რეალობაში განხორციელება. ხა ერთობას რაც შეეხება, ეს ერთობა როგორც არაერთხელ მithქვამს, შეიძლება ეს ძალიან ზედაპირულად კარგად ჟღერდეს, მაგრამ გააჩნია ვისი ერთობა, რის გარშემო ერთობა და რა ვიცი, ზოგი ერთობა შეიძლება იყოს საქმისთვის კარგი და ზოგი ერთობა შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი, რომელიც საერთო საქმეს დააზიანებს. ამიტომ ყველამ უნდა კარგად შევაფასოთ პოლიტიკური კონტექსტი და მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომელიც ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასაც გააძლიერებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად როცა პარტიების გაძლიერებაზე ლაპარაკობენ, სკეპტიკური მაყურებელი ამბობს ხოლმე, რომ აი
რა დროს პარტიებია და ასე, მაგრამ ასე არ არის. ჩვენ დღევანდელ ვითარებაში იმიტომ ვართ ჩავარდნილი აი ამ ორმოში, რომ არ ყავდა ძლიერი პოლიტიკური პარტიები. და არსებობდა ყოველთვის ერთი დომინანტი პოლიტიკური პარტია, რომელიც ყველაფერს აკონტროლებდა და დანარჩენები ყოველთვის იყვნენ ძალიან სუსტები, ხო? ეს იმათი ბრალი კი არ არის, ვინც სუსტი იყო აქამდე, იმის ბრალია, რომ ავტორიტარიზმი ჰქონდა პრაქტიკულად სულ ქვეყანაში, ხო? მაგრამ ამის მიუხედავად, ამიტომ საქმე ისე უნდა წავიდეს წინ, ქართული ოცნების ძალაუფლებიდან ჩამოცილება უნდა მოხდეს ის, რომ მის ადგილას მოვიდეს არა ადამიანთა ვიწრო წრე რაღაცა, რა ვიცი, სასწაულის შედეგად ან რაღაც ასეთი ახალი ბელადები. არა, მათ ადგილას ერთპარტიული ქართული ოცნების ადგილას უნდა მოვიდეს მრავალპარტიული დემოკრატიული კოალიცია. აქციის, ასე ვთქვათ, სულისკვეთებაში სწორედ აი ამ საფრთხეს ხედავდით, რომ შეიძლებოდა მოსულიყო ადამიანთა ვიწრო ჯგუფი ხელისუფლებაში, რაღაცა ბელადომანი ჩეპყრობილი? არა, კონკრეტულად 4-ს არ გულისხმობ, მაგრამ ჩვენ მაგალითად 4-ის შემდეგ გაჩნდა სხვათა შორის აი ესე გამიჯვნის უფრო ცხადად, უფრო მკვეთრად ნაციონალურ მოძრაობასთან გამიჯვნის სურვილი. იცით, 4-ში არა, 4-ში მე თქვენ ეთერშიც მithქვამს, მე მგონი და სხვაგანაც, რომ რაღაცა ერთი დღის გამოცხადებას, რომელიცაც რაღაცას დავიწყებ და დავასრულებ, არ უჭერდით ჩვენ მხარს და ამიტომ მქონდა ის პოზიცია, რაც მქონდა. მაგრამ ზოგადად აი ჩვენ წარსულსაც რომ შევხედოთ, ხო, ყოველთვის ეგრე ხდებოდა. ერთი ხელისუფლება იცვლებოდა მეორე ხელისუფლების მიერ, რომელსაც თავში ედგა ერთი ბელადი და ხალხი მიყვებოდა ამ ბელადს. და მე ეს ბელადი ხდებოდა ყველაზე ჭკვიანი, არქიტექტურაც კარგად იცოდა და ქალაქში როგორი სახელები უნდა აშენებული იყო, ყველაფერი იმან იცოდა, ხო? ტელევიზიაში რა გადაცემები უნდა გასულიყო და ამ შემდეგ. ამიტომ ეგ არ გვინდა და ეგ რომ არ მოხდეს, ამიტომ გვჭირდება ჩვენ სწორედ ძლიერი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იმიტომ კი არ მოხვდებიან ხელისუფლების სათავეში რომ რაღაც, არამედ იმიტომ რომ ნათელი გეგმა და ხედვა გააჩნიათ. სხვათა შორის ეს ქართული ოცნების უმრავლესობის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ისაუბრა იმაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ სარჩელს კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პარტიასთან დაკავშირებით პირებს აეგზავნებათ პასიური საარჩევნო უფლება. ამგვარი პირები არათუ ქვეყნის მართვაში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, არამედ ჩამოშორდებიან პარტიულ საქმიანობასაც, ანუ საუბარია ნაციონალურ მოძრაობაზე, როგორც ამბობენ თვითონ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის აკრძალვაზე პოლიტიკური თვალსაზრისით. ისე არ ვიცი ვის გულისხმობენ კონკრეტულად რომელ პოლიტიკურ პარტიებს გულისხმობენ. მე კი ვიცი, მაგრამ დაზუსტება საჭიროებს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ვისზე ჩამოყალიბდნენ საბოლოოდ ვის წინააღმდეგ შევა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, მაგრამ ხო არ ფიქრობთ, რომ აი პოლიტიკური პროცესის განახლებაზე რო საუბრობდით და გაჯანსაღებაზე, სადაც ხელისუფლებაში ნამყოფ პარტიას არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა კვლავ ჩაიგდოს სახელმწიფო სადავეები ხელში. ამ პროცესს ეს დაეხმარება კიდეც ქართული ოცნების ეს ქმედებები. დაეხმარება, იმიტომ რომ ისინი ამ ქოლგის ქვეშ აპირებენ რომ მთლიანად აკრძალონ ოპოზიცია რეალურად რა. მაგრამ კოლექტიური ნაცმოძრაობა ძალიან საინტერესო ტერმინია, რომელსაც ქართული ოცნება იყენებს. და ქართული ოცნება თუ სადმე არსებობს კოლექტიური ნაცმოძრაობა, ну არსებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიღმა, რა ვიცი, ნახონ რამდენი ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი არის ქართულ ოცნებაში დღეს. მათ შორის რამდენი მსხვილი შემწირველი ნაციონალური მოძრაობისთვის დღეს არის ქართული ოცნების ან დეპუტატი, ან მათი მსხვილი შემწირველი. ნახოთ ის მოსამართლეები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის დროს განიხილავდნენ ყველაზე მნიშვნელოვან და მტკივნეულ, მათ შორის პოლიტიკურად მნიშვნელოვან საქმეს, რომლებიც დღეს არიან ქართული ოცნების სამსახურში და ეს სასამართლო კლანს რომ უწოდებენ იმის სათავეში, ხო? ნახოთ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მაგალითად, დღევანდელი განათლების მინისტრი ასევე იყო ნაციონალური მოძრაობის დროს მაღალი რანგის თანამდებობის პირი, თუ არ მეშლება პროკურატურაში. ან შინაგან საქმეთა შეიძლება მეშლება. და შემისწორებ თუ რაღაცა, მაგრამ ნუ მაღალი თან და უამრავი ასეთი. ამიტომ ისეთ რა ქართული ოცნება ფრთხილად უნდა იყოს, რომ ის კანონები, რომელსაც თვითონ იღებს, მე თვითონ არ აღმოჩნდეს ამ კანონების წინაშე მარტო რა. იმიტომ რომ ზოგადად პრინციპი კანონშემოქმედების და პოლიტიკის კეთების არის არა ის თუ რა გინდა გაუკეთო შენ მტრებს,
რომელსაც მტრებად მიიჩნევს სამწუხაროდ და არა პოლიტიკურ მეტოქეებად, და არა თანამოქალაქეებად, ხო, რომელთანაც რაღაც საერთო გაქვს ერთი ქვეყანა და შემდეგ. არამედ პოლიტიკა უნდა შექმნა ისე, რომ შენ წარმოიდგინო შენი თავი უმცირესობაში, დაუცველ უმცირესობაში და ეს კანონები როგორი მოქმედებდა შენ, მაგრამ ამას ჭირდება სინდისი, ნამუსი და პროფესიონალიზმი. არც ერთი, არც მეორე და არც მესამე ამ ხალხს არ გააჩნია. მადლობა ლევან ცუცქირიძეს, პარტია თავისუფლების მოედნის ხელმძღვანელი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. რეკლამის შემდეგ ფედერალისტები ბრუნდა ეთერში. მოკლედ ყველა საუბრობს იმაზე, რომ პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში საჭიროებს განახლებას. შესაბამისად, ქუჩის პროტესტის გაგრძელების გარდა საუბარია ერთმანეთთან სათანამშრომლოდ მისასვლელი გარკვეული გზების ძიებაზე, თუ კი ჯერ კიდევ არსებობს ამის რესურსი და შესაძლებლობა, იმიტომ რომ განსაკუთრებით 4 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც პოლიტიკური პარტიების ნაწილმა არჩევნებში მონაწილეობა და ადგილობრივ თვითმმართველობებში ყოფნა გადაწყვიტა, ეს გზები, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო მკვეთრად გაიყო, კიდევ უფრო დიდი უფსკრული გაჩნდა ოპოზიციურ პარტიებს შორის. არის კიდევ ერთი ფაქტორი, ოპოზიციური პარტიების ნაწილი ბოიკოტში მყოფ ოპოზიციურ პარტიებს გულისხმობ, კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობისგან მოითხოვენ პასუხისმგებლობის აღებას და გაზიარებას 4 ოქტომბერთან მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. მოკლედ ასეთი ვითარება გვაქვს ამ ეტაპზე. თენგო კირთაძე, ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერია, ჩვენი გადაცემის სტუმარი. თენგო, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ახლა არც არის გასაკვირი, რომ 4 ოქტომბრის მოვლენები დღემდე ძალიან აქტუალურია. აქტუალურობას არ დაკარგავს მანამ სანამ ერთი ადამიანი მაინც 4 ოქტომბრის მოვლენების გამო იქნება საპატიმროში და მით უმეტეს ამ ეტაპზე ფაქტობრივად ყველა კითხვა პასუხგაუცემელია. ჩვენ არ ვიცით რეალურად რა გეგმა ჰქონდათ აქციის ორგანიზატორებს, იმიტომ რომ ის პოლიტიკური პარტიებიც კი ვინც მხარს უჭერდნენ ამ აქციას, ამბობენ რომ გეგმის შესახებ არაფერი არ იცოდნენ და შესაბამისად მით უმეტეს არ ვიცით სად მოხდა 4 ოქტომბრის მოვლენების დროს გეგმიდან გადახვევა. ამ დროს აი მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი წერილი გამოქვეყნდა დღეს, რომელიც უშუალოდ ამ მოვლენებს ეხება. ჩვენ გვახსოვს მანამდე გამოქვეყნებული წერილები, რომ არ უნდა ჩამოვყაროთ ყურები, რომ ერთ დღეში ვარდების რევოლუცია არ მომხდარა, რომ ვარდების რევოლუციასაც კი რამდენიმე თვე დასჭირდა. სააკაშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი არასწორი გათვლა იყო რეჟიმის სწრაფი ჩამოშლის შესაძლებლობის გადაჭარბებით შეფასება და თუ კი 400-500 ადამიანის შეკრება მოხერხდება, დიქტატურაში მინიმუმ შიდა ნგრევას გამოიწვევს ეს ყველაფერიო. ანუ როგორ ფიქრობთ, გრძელდება, ასე ვთქვათ, ეს ერთგვარი საპროტესტო რევოლუციური ტალღა? არა, არანაირი საპროტესტო რევოლუციური ტალღა არ გრძელდება, ეს არის კლასიკა ამ ფეიქ რევოლუციის შემოქმედისგან, სააკაშვილისგან, რომელიც ცდილობს ეხლა, რადგანაც ნახა განვითარება, რაც მოიტანა და რასაც ვაფრთხილებდით ფედერალისტები 2 თვის განმავლობაში საზოგადოებას, სადაც მიგვიწვდებოდა ხმა, შეხედა რომ არ მოიტანა არანაირი შედეგი, როგორც სრულად მოსალოდნელი იყო, ის ხო თავის ილუზიებში, ეგ რაღაც ვიუამიჩი ისევე როგორც საქართველოში ჩამოვიდა და ილუზია ჰქონდა 2018 წლიდან ხო გახსოვთ, რომ განცხადებებს აკეთებდა მე თუ ჩამოვალ საქართველოში და რეჟიმი მე დამატყვევებს, ჩემი მხარდაჭერები 100.000 ადამიანი ციხიდან დამიხსნიან. ხო, სავარაუდოდ ამ მოლოდინი ჩამოვიდა 2021-ში, თუ იგივე მოხდებოდა, დაიჭერდნენ და თაკუ ჩარკმიანი პირდებოდა, რომ 100.000 კაცი მყავს უკვე შეგროვებულიო სახელობითო და აქო ისეთ ამით ხვედრეფო, როგორც შემოგეწონება, ჩემომთავარს არ დალოდა. სააკაშვილის ეს საჯარო განცხადებები ხო არ შეიძლება გახდეს იმის საფუძველი, რომ ის მიიჩნიოთ აი ამ 4 ოქტომბრის რევოლუციის ერთ-ერთ შემოქმედად. რევოლუციის დამკვეთი, ოღონდ ეს არანაირი რევოლუცია არ ყოფილა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ, რომ საზოგადოებამ და წინააღმდეგობამ გამოიმუშაოს იმუნიტეტი, რომ მომავალში პროცესს ხელი, დემოკრატიულ პროცესს ხელი არ შეუშალოთ ფეიქ რევოლუციონერებით ან შემოგდებული თემებით. რა მოხდა სინამდვილეში? რა მოხდა? თქვენი ვერსია არის ძალიან საინტერესო. მით უმეტეს სულ ამას სულ აპარაკობ. ხო ძალიან მარტივია. გამოკითხვაზე. გამოკითხვაზეც არის დაბარებული და მარტო ეს ხო არ არის გამოკითხვა. ჩვენ როგორც კი ეს დაიწყო
4 ოქტომბერში 4-ში ვიწყებთ 4-ში ვამთავრებთ. აი მეორე დღიდანვე ყველა ეთერში, საჯარო კომუნიკაციაში, სოციალურ ქსელებში ვაფრთხილებდით, რომ სინამდვილეში ეს არის ბოლი, რომელიც მოიხარშა კონკრეტული მიზნების გამო. ეს მიზანი იყო სააკაშვილის, როდესაც დაინახა, როცა შედგა რვიანის ფორმაცია, ხო? თქვენ გვახსოვს პლატფორმა რვიანის, რომელმაც ქართულ ოცნებასთან არ თანამშრომლობის რეჟიმი გამოაცხადა. ამით რვიაში ნაციონალურ მოძრაობაც იყო და სწორედ დიახ და ბატონი სააკაშვილისთვის არ არის საკმარისი ქალბატონო ემა, იყო 8-დან 1. ის უნდა იყოს ლიდერი, ანუ მისი პარტია და დააკვირდა ამ პროცესს, როგორ მიმდინარეობდა რვიანი, იმიტომ ქალბატონი თინა იქ იყო, როგორც წარმომადგენელი ნაციონალური მოძრაობის და მას ჰქონდა სავარაუდოდ ისევე როგორც ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრებსაც, რომელიც ჩართული იყვნენ ამ პროცესში, დავალება რომ პროცესი თვითონ მიეტაცებიათ. ანუ ფლაგმანი უნდა ყოფილიყო ნაციონალური მოძრაობა და იქ უნდა ყველას ხელში დაგვეჭირა მიხეილ სააკაშვილის ფოტოები. ანუ დაახლოებით ესე წარმოუდგენია რა იმ ადამიანს. ხო, ცოტათი უტრირებ, ეხა შეიძლება მართლა ჩათვალა არ ჩათვალა ეხლა ეს რომ მე დავიჭერდი მის ფოტოს, მაგრამ ეს ყველას უნდა გაეიგო მთელ საზოგადოებას, რომ ფლაგმანი არის მიშა, ანუ მიშას დროშით ხდება ეს პროცესი. და რადგანაც დაეშალა თუ დაესწრებინა მას შემდეგ რაც რვიანის ღონისძიებებს აკვირდება, მას შემდეგ რაც აკვირდებოდა, ჩვენ ამ ძალიან მარტივად ხედავთ ანალიზს ვაკეთებდით, თვითონ რვიანში მიმდინარე პროცესებით, იმიტომ ნაციონალური მოძრაობის რიგი ლიდერები, რომლებიც ჩართული იყვნენ, ძალიან კმაყოფილი იყვნენ, რომ ჩვენ მოვახერხეთ ყველა შინაარსის ირგვლივ თანამშრომლობა. გამოგვივიდა არაჩვეულებრივი აქცია 19 ივლისს, სადაც ბევრი ადამიანი გამოვიდა და პირველად ბოლო წლების განმავლობაში, მართლა პირველად, ანუ ვერ ნახავ პრეცედენტს, რომ დიდ აქციაზე, სადაც ადამიანებს უკვე ამდენი ხანი წინააღმდეგობაში ყოფ ადამიანებს კონკრეტული მოლოდინები აქვთ და ცოტა ვერც ითმენენ რეჟიმის დამარცხებას, იქ პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა ყველა პარტიის და ადამიანები ამას შეხვდნენ ოვაციით. ანუ სწორედ აი ამ 19 ივლისის აქციის შემდეგ დაიწყო საუბარი 4 ოქტომბერზე. სერიოზულად საუბარი ამაზე, იმიტომ მანამდე თქვენ გემახსოვრებათ, პაატა ბურჭულაძე მიხეილ სააკაშვილის იდეების გამხმოვანებელი დიდი ხანია. ხო, რაღაც თავისი წარმოდგენები აქვს და იცის ეხა იმან რომ თვითონ არ არის აქ, პაატა ბურჭულაძე ბევრისთვის მისაღები პიროვნება და თქვენ გემახსოვრებათ, რა იდეით მოძრაობდა პაატა ბურჭულაძე მანამდე. სანამ 4-ში ვიწყებთ, 4-ში ვამთავრებთ. რაღაც აპლიკაცია უნდა შექმნა და რეფერენდუმი უნდა გავაკეთო. ხო, არჩევნები რომ უნდა ჩაგვეტარებინა ელექტრონულად. კი, საწავიდა ეს იდეა. უცებ გაქრა. იმიტომ ახლა აქ არანაირი არჩევნები და უკვე იმას არ მომიტას, აქ პოლიტიკური პროცესი შეიქმნა. ეს პოლიტიკური პროცესი გაემიჯნა სისტემურ ოპოზიციონერობანას თამაშს, რაც აირჩია ხაზარაძემ და გახარიამ და ეს ჩემი ლიდერობის გარეშე მიმდინარეობს და ეს არ აწყობს. და ბოკუჩავას, რომელსაც სურდა ამ ფორმატში თანამშრომლობა და ბოკუჩავა ასრულებდა იმ შემთანხმებებს, რომელშიც ჩვენ რვიანში ერთად ვაღწევდით. გამოუყვანა ხაბეიშვილი ამ თავისი სიგიჟეებით, რომ 4-ში უნდა დავიწყოთ, მაკრვიანი ილაპარაკებენ, პარტიების დრო არ არის, ჩვენ დროშა უნდა ავიტაცოთ და ეს სიმბიოზი პაატა ბურჭულაძე ხაბეიშვილი და აქ დაემატა ხაბეიშვილს მხარი დაუჭირა პოლიცსაბჭომ განსაკუთრებით გავყვეთ ანატომიას, ანუ ეს დაინახა ბოკუჩავას ფლანგმაც და რომ ნახა რომ უკვე ეს პროცესი გართულდა, რა ქნა, ჩაატარა ბრიფინგი. და ამას გაემიჯნა, ანუ პარტიის თავმჯდომარემ ოფიციალური ბრიფინგი ჩაატარა და გაემიჯნა პოლიცსაბჭოს თავმჯდომარეს, რომ ეს სისულელებს ლაპარაკობს. ანუ სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილის კეთილგანწყობაზე იყო ეს ბრძოლა, რომ აი მე სწორ რაღაცას ვაკეთებ, ჩემი მხარი აირჩიო, მაგრამ არ აირჩიეს ბოკუჩავას მხარე და ნუ შემდეგ წააგო ის დაპირისპირება, რა უნდა იქნე ხა, არ წარმოადგენენ ხო საკუთარ თავს, ანუ პოლიტიკოსები არიან მხოლოდ იმიტომ, პოლიტიკოსი ხარ მაშინ, როდესაც შენი ამომრჩეველი გაძლევს ძალას. ამ ხალხს ძალას აძლევს მარტო მიხეილ სააკაშვილი. ვის მხარესაც სააკაშვილი აირჩევს, ის მხარე გაიმარჯვებს ნებისმიერ შიდა პარტიულ დაპირისპირებაში. ძალიან ბევრი ადამიანი ან უკვე იმყოფებოდა კრიმპოლში გამოკითხვაზე, ან დაბარებულია გამოკითხვაზე და ზოგი ირჩევს, რომ სასამართლოში გამოიკითხოს. მათ შორის ბაჩუ ახალაიაც კი, მიხეილ სააკაშვილთან ჯერ არავინ არ შეესწავლა ვივამედის კლინიკაში. მე ჩემო ხა მიხეილ სააკაშვილი ყავთ ვივამედში გამოკეტილი მეხუთე წელი დაიწყო უკვე, ხო? ან მიხეილ სააკაშვილი სისტემურად ქართული ოცნებისთვის და რეჟიმისთვის არასაინტერესოა. სანამ მას ლაპარაკის საშუალება აქვს და სანამ მას ქართულ პოლიტიკაში ჩარევის საშუალება აქვს, ეს ერთ-ერთი ბიზინა ივანიშვილის საქმეს აკეთებს, ხო? ანუ დემოკრატიული პროცესი დაიწყო, სადაც პარტიებმა, რომლებიც ვერ ახერხებდნენ ერთმანეთთან თანამშრომლობას, თქვენ ხო იცით ქართული პოლიტიკური სპექტრი როგორია ოპოზიციური. პირველად მოახერხეს თანამშრომლობა, რაღაც პროდუქტები დაიდო
და ეს პროდუქტები და მათი გზავნილები საზოგადოებამ, საპროტესტო საზოგადოებამ მიიღო ოვაციებით. ხო ხვდებით ეს მიხეილ სააკაშვილის, რომელიც გამოკეტილია იმაში ვიუამედის კედლებში, რამხელა დარტყმა იყო. იქ მიშა არ ჩანდა, მისი გზავნილები არ იყო, მისი ლიდერები არ დგანდა. მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი შეძლებს ამ ქვეყნის გადარჩენას არავინ არ ამბობდა. დემოკრატიულ პროცესზე მიდიოდა ლაპარაკი, რომელიც ემიჯნება ერთპიროვნულ მმართველობას და ემიჯნება ოლიგარქიულ მოდელს. ხო და როგორ დაინახავდა თავის თავს და სწორედ ამის შემდეგ ააქტიურდა ეს იდეა და ჩვენ თავიდანვე ვიცოდით ხო ახლა მკითხებს რომ დასვამდა რომ ლაპარაკობდა ანალიზს აკეთებ იგივე პატერნებია რაც უხდება ქართულ პოლიტიკაში ხო ჯერ კიდევ ესენი როცა იყვნენ ნაციონალურ მოძრაობა როცა იყო ხელისუფლებაში მაშინდელი ოპოზიცია რაზე საუბრობდა თბილისის აგდებას რა უნდა ზუსტად იგივეს გაკეთება ცადეს რომ მოდი რა ბოლი ეს დავაყენოთ თქვენი ვერსია მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ვერსია რომლის თანახმადაც რა ვიცი გრიგოლ ლილუაშვილი იყო ორმაგი აგენტი რომელმაც რეალურად დაგეგმა 4 ოქტომბრის აქცია დღემდე ელოდება რა ვიცი თანამოაზრეები მხარდამჭერები გადააქვთ ანუ გრიგოლ ლილუაშვილი არაფეშვაში აიქნება გამოაგზავნეს პირველი წერილ საპატიმრო და სადაც იქნება დასახელებული ამ 4 ოქტომბრის მოვლენების მთავარი მოღალატე და ანუ შეხედეთ ნახე გრიგოლ ლილუაშვილის კი არა მე როცა ვხედავ, აი ხო რეჟიმის გადასახედიდან პერსპექტივიდან შევხედოთ, ხო? ანუ ვინ იყო ნაციონალურ მოძრაობა და ესეთი ორგანიზაციები ქართული ოცნებისთვის? ბუა. ანუ სისტემურად პირიქით ჭირდება, იმიტომ რომ ნებისმიერ მომენტში, როცა შეიძლება რაღაც პროცესი დაიწყოს, ქართული ოცნება გადმოაგდებდა მიშას, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წელს პროპორციული არჩევნებისთვის როცა იბრძოდა 200,000 ადამიანი ქუჩაში, მაშინ ამბობდა, რომ ვინც პროპორციულ არჩევნებს ითხოვსო, ისო არისო ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების გამყიდველიო, იმიტომ პროპორციულ არჩევნებში ერთპიროვნული მმართველობის შესაძლებლობა ხედავდა, იმიტომ პროპორციულ არჩევნებში გადანაწილდება. ანუ ბიძინა ივანიშვილის სასარგებლო თამაშს თამაშობდა, იმიტომ კი არა რომ მასთან არის გარიგებული, იმიტომ რომ მისი ბუნებაა ესეთი, რომ ის საკუთარ თავს ხედავს, ხოლო სანამ თვითონ არ დაინახავს საკუთარ თავს როგორც ლიდერს ამ პროცესის, მანამდე სუფეხებზე კიდია რა მოხდება, რეჟიმი იქნება, არ იქნება და სწორედ ამიტომ დაიწყო ოპოზიციურ ველზე ესეთი პარაზიტირება, ჩაშალა რვიანი, იმიტომ საბოლოო ჯამში როცა ბოკუჩავა შიდა დაპირისპირებაში დამარცხდა და ამ რაღაც სიშლეგე და ფეიქ რევოლუციის იდეამ გაიმარჯვა, რომ ვიყვიროთ, მოდი ხალხი მოვატყუოთ, რომ 4-ში ვიწყებ, 4-ში ვამთავრებ. კითხვა არ დამისვათ, ვინც კი ამბობს, რომ 5 ოქტომბერს შეიძლება 5 ოქტომბრამდე. რჩება პარტიის თავმჯდომარედ ის მოქმედი. რა თქმა უნდა, ნუ ხე თინა ბოკუჩავას პრობლემაა, გესმით, როცა ეგეთი რაღაცას გიკეთებენ პარტიაში, რა. ცოტა პოლიტიკური თავმოყარეობა თუ გაგაჩნია ადამიანს, ან მანამდე უნდა ჩაქოლო ესეთი მოძრაობა, ან უნდა დაამარცხო, ან თუ დაამარცხ, ვერ დაამარცხებ, უნდა წახვიდე. ანუ მელიას რადგანაც უნდოდა საკუთარი თავი პოლიტიკაში და ხედავდა და რაღაც ამბიცია გააჩნდა, როდესაც ესეთი ფეიქ რევოლუცია მოუწყეს პარტიაში და დამარცხდა, ის წავიდა პარტიიდან, ხო გესმით? ხო. მაგრამ იცი საუბრობდა თქვენამდე რომ მე თვითონ დავწერე პოლიცაბჭოს განცხადებაო, ჩვენ ვიღებდით მხარს უჭერდით 4 ოქტომბრის აქციას, მაგრამ არ ვიზიარებდით იმ პათოსს, რომელიც გულისხმობდა 4-ში ვიწყებდა. ესეც ხო სრულიად უპასუხისმგებლო განცხადება. ანუ ბატონ გიორგის რო არ ცხვენია, ანუ მიწა რო არ ეწვის ქართულ პოლიტიკაში ისე რომ მოძრაობს ესეთი განცხადებების გამო 30 წელია. ანუ მე-5 კლასში ვიყავ, მგონი ჩემ უბანში მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. ანუ არც ხვენია 35 წელია ქართულ პოლიტიკაში ადამიანი და აკეთებს აი ესეთ განცხადებას, რომ ისე ჩვენო მხარი დაუჭერეთ, ანუ პოლიტიკური საბჭო შეკრიბეს, მაშინ როცა პარტიის თავმჯდომარე გაიმიჩნა და აი ამით უნდათ მისი დასუსტება, შეკრიბეს პოლიტიკური საბჭო და შეუერთენ აქციას, რომლის ერთადერთი განსხვავება და ამას ხას უსვამ, სხვა მრავალრიცხოვან აქციებთან მიმართებით რაში მდგომარეობდა? რევოლუცია იყო 4-ში ვიწყებთ, 4-ში ვამთავრებთ, რა განსხვავება იყო? ხო და მაგიტომ ამბობ, ანუ ეს არ ვიცი, ანუ უპასუხისმგებლობა შეიძლება ვთქვათ, პირობითად შეიძლება ვთქვათ, უპასუხისმგებლო განცხადება ვთქვათ ისეთ პოლიტიკოსის მიმართებით, რომელსაც შეიძლება გამოცდილება არ ქონდეს და რაღაც დასკვნები. არ ვიცი, ბატონო გიამ 35 წლის განმავლობაში ნულოვანი დასკვნები თუ გააკეთა პოლიტიკაში, მაშინ რა უნდა აქ? არა, მშვენივრად ესმის. ანუ ქართულ პოლიტიკაში ნაციონალურ მოძრაობას ესმის, რომ ისეთი სათათბურე პირობებია შექმნილი და ეხლა უბრუნდები ძალიან მნიშვნელოვან თემას, რატო იყო შესაძლებელი ეს. თქვენი ტელევიზიის გარდა, ანუ სადაც დავდიოდი, მქონდა შესაძლებლობა, ანუ სხვა ტელევიზიებში, ოპოზიციურ ტელევიზიებში, ანუ ჩვენი გზავნილები, როცა ვამბობდით, რომ ადამიანებო, კარგი, ჩვენი არ გჯერათ, ხო? დაუშვათ, გაქვთ თქვენი მიზეზები, მაგრამ არ შეიძლება, რომ საღი აზრის ფარგლებში მაინც არ გაირჩეს ეს თემა, ხო?
ეხლა რას ქვია, ფასკუნჯი ჩამოფრინდება და რევოლუცია მოხდება და რაღაც უპასუხისმგებლო განცხადებები, რომ არ ვიცი, შეიძლება ბიძინა ივანიშვილი სამში ღამე გაიქცეს, უკვე იქ რაღაც კონკრეტული გვაქვს და შემდეგ ირაკლი კობახიძეს რო აღხილებდა პარტა, არ წახვიდე შენ რო ის გაიქცევა. ანუ ეს სპექტაკლი, ეს ბოლი დადგეს, ამდენ ადამიანს ატყუებდნენ ესე სამარცხვინოდ, ეს არ გაიჩა. რისი იმედი ქონდათ, რისი მოლოდინი ერთი პირველი მიზანი იყო, რომ დემოკრატიული პროცესი ჩაშლილიყო. ეს მოახერხეს, რვიანი ხო დაიშალა, ანუ რვიანმა შეასრულა თავისი პირვანდელი ამოცანა, რაც იყო პირველი მიზანი, იყო რომ ბოიკოტის კამპანია ხო, რვიანი დაიშალა, მაგრამ დარჩა ნაციონალური მოძრაობის გარეშე, ანუ გარჩა იქ სტრატეგია აღმაშენებელიც გაიწოვეს, საცოდავი პაატამანჯგალაძე ახლა იმის მაგივრად რო ყოფილიყო ამ დემოკრატიულ პროცესში ჩართული, ხო, არა, ახლები არიან, აი ხა დღეს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებითაც ახლებმა ძალიან სწორი დასკვნები გააკეთეს, მიუხედავად დროაც არის გირჩიმეტი თავისუფლება არის ევროპული საქართველოა თავისუფლების მოედანია ვინც ვლაპარაკობთ ერთმანეთთან რადგან სტრატეგია აღმაშენებლის გარდა და პლუს სისტემური ოპოზიცია რომელსაც საზოგადოებამ ასევე იგივენაირად როგორც აი ნახეთ რატო იყო ჩვენ თუ პერსპექტივაში შევხედავთ ძალიან ტრაგიკული დღე იყო ერთი იმით რომ საზოგადოების ნაწილის მოტყუება შეძლეს უპასუხისმგებლო ადამიანებმა ამიტომ უკვე ტრაგიკული დღე იყო 4 ოქტომბერი მეორე იმით იყო ტრაგიკული დღე რომ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები რომელსაც ძალიან შეტყივა გული ამ ქვეყანაზე სისულელის გამო ჯოჯოხეთური მუხლებით ეხა ტყვეობაში არიან ათეულობით ადამიანი ამიტომ უკვე ტრაგიკული დღე იყო მაგრამ ჩვენ თუ პერსპექტივაში შევხედავთ ამ დღეს შეგვიძლია ძალიან მნიშვნელოვანი ორი ტენდენცია დავინახოთ და აქედან ის გავიაზროთ რომ ჩვენი საზოგადოება გაცილებით წინ არის და გაცილებით გაზრდილია ვიდრე მისი პოლიტიკური სპექტრი. და რაში მდგომარეობს ეს? ერთი ის რომ ამ ბოლის და მედიური კამპანიის და ეს უნდა ვთქვათ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციური მედიური კამპანია, სადაც შეუზღუდავი ეთერი ჰქონდათ. ანუ ბატონი ხაზარაძეს ტელევიზიაში, როცა ის ვითომ არჩევნების გზებით მიდიოდა, შეუზღუდავი ეთერი იყო ამ მშვიდობიანი რევოლუციის სცენარისთვის. ანუ ხაბეიშვილს ხუმრობდით, რომ საკუთარი ჩუსტები ქონდა იქ დალაგებული ნებისმიერ დროს შედიოდა ეთერში ვიცი დღეს თუმარი არა ვარ მაგრამ განცხადება მაგასაკეთებელი და 12 წუთს ლაპარაკობდა ხო წარმოგიდგენთ რა სიგიჟია მაგრამ მე შესაძლებელი იყო ანუ ბატონი ხაზარაძეს თანხმობით იყო შესაძლებელი იმიტომ მასაც აწყობდა ფოკუსი ყოფილიყო 4-ზე რომ ადამიანებს არ ქონოდა დრო შეეფასებიათ მისი მოღალატეობრივი ქმედება არჩევნებში გასulis როცა ის დაყაბულდა სისტემურ ოპოზიციონერობას არა მარტო ხაზარაძის პარტია გახარიას პარტიაც ხო არა რა თქმა უნდა გახარია საერთოდ ვინ რას ეკითხებოდა ანუ გახარია ხო მას შემდეგ რაც ის არ არსებობს პირველი ნომერი პარტიის არის ამერიკაში გერმანიაში მეორე ნომერი არის ამერიკაში პარტია არ არსებობს თბილისში მოუგო ალტინფო მან გახარია ფაქტორი ისედაც არ არის მაგრამ საზოგადოებამ აი ორ დასკვნაზე რომელზეც ვამბობ ერთი ის რომ 10,000 ადამიანი გამოვიდა რუსთაველზე და თითქმის არავინ არ დაიძრა მათი მოწოდების შესაბამისად მშვიდობიანად იდგა რუსთაველზე და აპროტესტებდა. თუმცა ვინც დაიძრა საკმარისი გახდა იმისათვის ხო და აი ამ ადამიანების წინაშე არიან ისინი ამ ადამიანების წინაშე არიან ისინი დამნაშავეები მაგრამ აქედან დასკვნას რა შეუძლია დასკვნა მიიღოს დემოკრატიულმა ძალამ დემოკრატიულმა პოლიტიკურმა გუნდმა ის რომ საზოგადოება გაზრდილია საზოგადოებას არ ჭირდება რაღაც ფასკუნჯმა 500,000 ხმა გამიყალბა ან ის მშვიდობიანი რევოლუცია მოხდება მეგეუბნები პირდები კითხვა არ დასვა და ყველაფერი აღებულია გრიგოლი იდუაშვილი ორმაგი აგენტია და ეგეც სიგიჟეებს არ რეაგირებს იცის რა უნდა კონკრეტული დემოკრატიული მოთხოვნები აქვს და იმის ირგული გამოდის და აპროტესტებს რეჟიმს ეს პირველი დასკვნა და მეორე იმით რომ სრულიად უკონკურენტო გარემოში ლელო და გახარია საკუთარვე ამომრჩეველმა გაანულა ესეც არის უდიდესი გამარჯვება წინააღმდეგობის და ქართული საზოგადოების. ანუ არც სისტემური ოპოზიციის გზა მოუწონა საზოგადოება და არც პოლიტიკური აფერისტობის და სიველურის ნაციონალური მოძრაობის გზა. ანუ მიმართულება აჩვენა საზოგადოება, რომ არც სააკაშვილი ამ ქვეყნის მომავალი და ვერ იქნება დღევანდელი საზოგადოების და არც ხაზარაძე. კარგი, თქვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, მოკლედ გამოკითხვაზე დაბარებულია მის მიერ ჯაროდ გაკეთებული განცხადების გამო, რომლის თანახმადაც რაღაცა ბაჩო ახალაიას სამზარეულოში მოკლედ იგეგმებოდა მთელი ეს რევოლუციური სცენარები, რასაც
ეწინააღმდეგებოდა თინა ბოკუჩავა ნაციონალური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარე, ანუ ვიდრე ის მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს გამოძიების შეკითხვებს, ანუ რა შეგიძლიათ კიდევ დამატებით? არაფერი, რაც განცხადება სპეციალურად. თქვენი ვარაუდია ეს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ანუ გულისხმობა. ანუ ვარაუდი არ არის, ანალიზია და დასკვნა იმ საჯარო ფაქტებიდან, რაც ისედაც დევს. რა ვთქვათ, როლი შეასრულა, რა რგოლი იყო ბატონო. მთელი პროცესი აი ნახეთ. საუბრობთ რომ მიხეილ სააკაშვილი იყო მთავარი სცენარისტი აი ამ ხო, მოვლენების. მთავარი სცენარისტი იყო და თქვენ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ახსენეთ შესაძლოა და ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება არ გიხსენებიათ 2 ოქტომბრის. ან ახლა ან არასდროს კი ბატონო. ხვდებით? ანუ რამდენად უპასუხისმგებლო ადამიანია წარმოგიდგენიათ 2 ოქტომბერს ამბობს ან ახლა არასდროს და დღეს გუშინ და გუშინ წინ მას შემდეგ რაც დაინახა რომ ეს ფეიკი ისე განვითარდა როგორც ფეიკი შეიძლება განვითარდეს სხვებისკენ იშვა ხელს და რაღაც არასწორი მოლოდინების შექმნა და ანუ სინდისი ნამუსი და რაღაცეები საერთოდ პასუხისმგებლობის ცნობა არ გააჩნია არის პოლიტიკური ცხოველი ანუ ამ ტერმინის მნიშვნელობით რომელიც მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან ამოდის ამიტომ ამბობ რომ ის სისტემურად ბიძინა ივანიშვილის მოკავშირეა ანუ კი არ არის აუცილებლად თანამშრომლობის პროცესი კონდეს გაფორმებული, მაგრამ იცის, სანამ ის არ იქნება აქეთ ამ მხარეს ფლაგმანი, მანამდე სულ არ აინტერესებს რა მოვა რეჟიმს და ამიტომ ამის ანალიზი გაკეთდა თვითონ იმ განცხადებიდან გამომდინარე. ანუ თქვენ რო წარმოიდგინოთ, რას ნიშნავს თინა ბოკუჩავასთვის, როცა ის თვითონ გრძნობს, რომ პროცესი მოდის, ანუ ხაბეიშვილის ფლანგი თუ რაღაცას ესე ხმამაღლა ფინანსებით და მედიური მხარდაჭერით რაღაცას აკეთებს. თინა ბოკუჩავა სულელი კი არ არის, ზუსტად იცი საიდან მოდიოდა ის, ხო? და ამ ფონზე რო დადგე და ბრიფინგები რო აკეთო და შენი პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს რო დაარტყა და იმას რო გაემიჩნო, ხო? ეგ იმ ხელად ძალისხმევა დაჭირდებოდა შინაგანი ამის გასაკეთებლად, ხო? ეგ ერთი. მეორე რავი, თვითონ ხაბეიშვილმა შემოიყვანა ბაჩუახალა ეთამაში, შეიძლება არ გასწოდეთ ის ეთერი, მაგრამ დაზღვევით როგორც ხდება ხოლმე, დაიწყო იმაზე ლაპარაკი, რომ ეხლა გამომიგდებენ ჩანაწერებს ბაჩუახალაიასთან შეხვედრების და რაღაცეების. TV პირველის ეთერში თვითონ ლაპარაკობდა. და ქალბატონი ანაზარეშვილი, ანუ საერთოდ არ მინდა არ სხვაზე ლაპარაკი, რომელიც მილოცვების ტექსტებს იღებდა კომენტარებში და პოსტებში იმაში, რომ მხოლოდ ქოცების დასამხობად ბრუნდება პოლიტიკაში, კითხვაზე ბრუნდება თუ არა ბაჩო. ეს მაგიტო ხარ ადამიანი პოლიტიკაში, ან ნებისმიერს ხო შეუძლია საქართველოში დაირქვას პოლიტიკოსი. ხო შეუძლია, ძალიან მარტივად. და 99%, ან ძალიან დიდი ნაწილი ზუსტად ეგეთია, რომ უბრალოდ ვიღაცა დაუძახეს პოლიტიკოსს და ფიქრობს, მაგრამ ეს უდიდესი პასუხისმგებლობა, იმიტომ მხოლოდ შენ თავიდან არ უნდა მოხვიდე. საჯარო ინტერესებს ემსახურებ და საჯარო ინტერესებს, როცა ემსახურები რაღაც სოდნა, ანალიზის უნარი და ესენი უნდა გაგაჩნდეს. თორე არ ვიცი, ხო, თორე ხარ გია ბარამიცე, რომელიც ნებისმიერ გზავნილს რომელიც წინა დღეს გააკეთა შეცვლის და 35 წლის შემდეგ პოლიტიკაში იმას იტყვის რომ ჩვენო კიო პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილება მივიღეთო იმასთანო 4 ოქტომბერთან დაკავშირებით მაგრამო მაგასო ვემიჯნებოდით რანაირად ბოლოსკენ უნდა წავიდეთ და აი ძალიან საინტერესოა როგორ წარმოგიდგენიათ ამიერიდან პოლიტიკური პროცესების გაგრძელება აგერ ქართული ოცნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, იმიტომ რომ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა ზოგადად გააქროს პოლიტიკური ველიდან. თქვენ თავად ამბობთ, რომ რაც მოძრაობაში ძალიან დიდი დაპირისპირებაა, ხომ? იქეთ ლელო და გახარია შედიან საკრებულოებში და ძალიან ესეთი მწირი შედეგის, სუსტი შედეგის მიუხედავად არჩევნებში მაინც აპირებენ საქმიანობის დაწყებას, ანუ ვინ რჩება აქეთ ფლანგზე და რა ძალაა? აი, მოხაზეთ ახლა და ჩამოთვალეთ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ქართული საზოგადოებისთვის, რომელიც იბრძვის დემოკრატიული ცვლილებებს, არ არის საინტერესო. პირველი რეჟიმი, ქართული ოცნება რას დააპირებს? ამის წინასწარ ანალიზში დიდად შესვლა და ამაზე დროის დაკარგვა, უბრალოდ ფუჭი, იმიტომ ჩვენ ხო შეფასებული ვიყო, ისე რეჟიმი, ის იყო რეჟიმი გუშინ, იქნება რეჟიმი ხვალ და იქნება ზე. და რეჟიმი, როდესაც ის რეპრესიულ სტადიაშია გადასული, ბუნებრივად აგრძელებს ამას, მას სხვა ალტერნატივა არ აქვს. ბიძინა ივანიშვილი დემოკრატი ხო ვერ გახდება. ხო ვერ გაანთავისუფლებს პირობითად სასამართლოს, იმიტომ იცის როგორც კი ამას გააკეთებს, მისი ძალაუფლება დაკარგულია და ძალაუფლება არის მისთვის უმთავრესი.
და ასევე ჩამოთვალეთ პარტიები ხაზარაძე გახარია რომელმაც აირჩია თვითონ ჩვენ ხო არ ვაიძულებთ ელიქით ვეხოცებოთ არ გადადგა ეგ ნაბიჯი არ დაასუსტო წინააღმდეგობა თვითონ აირჩია სისტემური ოპოზიციის როლი როგორც იყო რუსეთში ძალიან ბევრი მაგალითები გვაქვს ისინი სადღაც შედიან მე ზოგი პარლამენტში ზოგი საკრებულოში შედის და უწევს ტექნიკურ ოპონირებას რომ აი გავაკრიტიკა ჟირინოვსკიც ყოველთვის პუტინის საყვარელი ოპოზიციონერი იყო როდესაც აკრიტიკებდა უფლება ჰქონდა პუტინის მინისტრები ეკრიტიკებდა ნაციონალური მოძრაობა არის აი თავისი არსით, თავისი ანუ როგორც სისტემურად, ან პარტიაც ხო სისტემა, რომ რაღაცნაირად, ისევე როგორც მექანიკაა თქვა მანქანაში, ისე პარტიაში არის სისტემა, ისე როგორც დემოკრატიაშია, ისე როგორც სახელმწიფოს მართვაში არის სისტემა, თავისი სისტემით არის უაღრესად არადემოკრატიული ძალა. და არადემოკრატიული ძალისთვის ჩვენი წინააღმდეგობა, ჩვენი მოქალაქეები არ იბრძვიან და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა თქვი უკვე კიდევაც 4 ოქტომბრის შემდეგ. შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობა არ ითამაშებს ამ პროცესში, დემოკრატიული ცვლილების პროცესში ნოლს და მიზანი არის ის, რომ საზოგადოება ისეთი ძალები, რომლებიც ერთი ხაზარაძე დათანხმდა სისტემურ ოპოზიციონერობას, ის გაანულოს და ძალიან ეგეთ გზაზე დააყენა ისედაც საკუთარ მომრჩეველმა, არა მხოლოდ ოპოზიციურმა მომრჩეველმა. ოპოზიციურმა ამომრჩეველმა და მთლიანი ქვეყნის ამომრჩეველმაც იმით რომ 2/3-ზე მეტი ამომრჩეველი არ მივიდა არჩევნებზე, ამით რეჟიმსაც გზავნილი გაუგზავნა და ნაციონალურ მოძრაობასაც მაშინ როდესაც უარი უთხრა თავის რაღაც ფეიქ რევოლუციაზე აყოლეს ბოლზე, ხო. ამიტომ დანარჩენები, ვინც რომელმაც სწორად ვიარეთ და იქ ძალიან დიდი განსხვავება შინაარსობრივი და პოლიტიდეოლოგიებით და იქ ზოგს ადამიანების მიუღებობა, პოლიტიკოსებს ერთმანეთის მიუღებობა აქვს, მაგრამ ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი, განსაკუთრებით ფედერალისტები და ამ დღეების განმავლობაში სანამ დღეს გამოვაცხადებდით, ხო, ქონდა რაღაც კომუნიკაცია, შეხვედრები, ვმუშაობდით, ანუ რა შეიძლება იყოს. განგებარ დაუძახეთ აი ამ ფორმატში ნაციონალურ მოძრაობას. რა თქმა უნდა, არც ნაციონალურ მოძრაობას, რა თქმა უნდა, არც ნაციონალურ მოძრაობას და არც ლელო ეს განზრახ გავაკეთეთ. ანუ ჩვენ გვინდა რომ პირველად ამ ქვეყნის 35 წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში პირველად პოლიტიკურმა სპექტრმა შეასრულოს საზოგადოების დაკვეთა, რასაც ქვია დემოკრატია, ქვევიდან ზევით. ეს დაკვეთა და ვინც გადაუხვია ამ ბოლო თვეების განმავლობაში ამ გზიდან იმ პარტიებს გავემიჯნეთ. დავჯექით დანარჩენი პარტიები, ჩავთეთ სამოქალაქო საზოგადოება, ყველა აქტივისტური ჯგუფები, ვისაუბრეთ ძალიან ბევრი და დამიჯერეთ ძალიან იმედიანი განწყობა, რადგანაც ჩვენ ვიცით, რომ ის გზა, რაც თვითონ საზოგადოებამ აჩვენა, რომ მას მშვიდობიანად, პრინციპულად, თანმიმდევრულად უნდა რეჟიმის წინააღმდეგ პარტიების ადგილი არ იქნება 26-ში აქციაზე, იმიტომ რომ თვითონ ამბობენ, რომ ალბათ არც ჩათვალესო საჭიროთ, ანუ იმდენად ბუნებრივად მოვიაზრებით, ხო თქვენ რომ თქვენ ამ ქვეყნის პატრიოტი ხართ და რანაირად შეიძლება ბუნებრივად მოიაზრებოდეს პარტია, რომელსაც არ დაუძახეთ გამოცხადებაზე და არ იყო ჩართული ამ საორგანიზაციო საქმეებში, რანაირად შეიძლება. მაგრამ თუ არ ვიცი ხო რომელიმე პარტიის მხარდაჭერი ჩათulis, ხო? ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა და ჩვენთვის ყველა ღირებული ადამიანია და პარტიის ლიდერებს გულისხმობდი. კონკრეტული მიზეზების გამო, რადგან მათ თვითონ აირჩიეს ის გზა, რაც ამ პროტესტის ინტერესებს ბუნებრივად არ შეესაბამება. ანუ საზოგადოება აი ზუსტად ესეთ პარტიებზე, რომელსაც წარმოადგენენ ბატონი ხაზარაძე და სააკაშვილი, გამოიმუშავა უკვე იმუნიტეტი. მიუღებლობა გარიყეთ ეს პარტიები იმ ქუჩის პროტესტიდან, რომლის ორგანიზატორებიც თქვენ იქნებით სხვა პოლიტიკურ თუ სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად. იმ პროცესში, ნახეთ როგორ რაღაცა პოლიტიკური პროცესის შექმნა არ არის მარტივი ამბავი. თორე მანამდე შეიქმნებოდა, ხო, 1 წელზე მეტია უწყვეტი პროტესტი თითქმის 1 წელია მიმდინარეობს უკვე ამ ქვეყანაში. თორე მანამდე შეიქმნებოდა მარტივი რო იყოს. ანუ ეს პარტიები იქნა იდენტიფიცირებული როგორც ხელისშემშლელი ფაქტორები, ამიტომ ამ პოლიტიკური პროცესის შექმნიდან გაიყვნენ ისინი და ჩვენ ვნახავთ რომ პოლიტიკური პროცესი შეიქმნება და ეს პოლიტიკური პროცესი აექნება შანსი აჩვენოს ძალა. და როგორც კი გამოჩნდება ძალა ოპოზიციურ ფლანგზე, როგორც კი გამოჩნდება ძალა ამ პარტიის ამომრჩევლები, საერთოდ არ შეხედავენ რომ ხაზარაძე რაღაცისკენ არ მოუწოდებს ან სააკაშვილი. თვითონ შემოუერთდებიან დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც მიგვიყვანს რეჟიმის ცვლილებამდე ამ ქვეყანაში. მადლობა თენგო კირთაძეს, ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის ბოლოს თემარი სულისო ამ დროისთვის. გადაცემა 360 გრადუს ეთერში დაბრუნდება 4 შაბათს. მე ხვალად შევხვდებით თქვენ ამ არხზე გადაცემაში საქმე ზუსტად 13 საათზე.